საღამო მშვიდობის პირველი არხი იწყებს პირდაპირ რეპორტაჟს ქუთაისის ცენტრალური სტადიონიდან უეფა-ს ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა ტორპედო ქუთაისის საფეხბურთო კლუბი აქტობე ყაზახეთიდან. სწორედ ყაზახი ფეხბურთელები არიან ჩვენი სტუმრები. ქუთაისის ტორპედო დაბრუნდა ევროსარბიელზე 7 წლიანი პაუზის შემდეგ და როგორც ხედავთ განახლებული თეთრი ფერის ფორმით ქუთაისის ტორპედო სულ მალე გამოვა მოედანზე და თავის ისტორიაში ალბათ ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრას ჩაატარებს. დაბრუნდა გუნდი კიდევ ერთხელ ვიმეორებ ევროთასებზე. ამას ძალიან დიდი შრომა უძღოდა წინ ყველაფერი ის რაც გაიარა ქუთაისის ტორპედომ უმაღლეს ლიგაში დაბრუნება, შემდეგ გუნდის კარგი გუნდის ჩამოყალიბება და ვნახოთ რამდენად წარმატებული გამოდგება ქუთაისელთა ხელმეორე დაბრუნება ევროპაში, ასე შეიძლება ვთქვათ. ჩვენი მეტოქე ყაზახეთის აქტობე საკმაოდ გამოცდილი გუნდია. თუ მე ვთქვი რომ 7 წლიანი პაუზის შემდეგ ქუთაისელები დაბრუნდნენ, ზედიზედ მე-7 წელია აქტობე თამაშობს ევროთასებზე. განსაკუთრებული წარმატებისთვის შეიძლება გუნდს არ მიუღწევია, მაგრამ საკმაოდ გამოცდილი გუნდია და აქედან გამომდინარე დღეს ქუთაისელებს სერიოზული მეტოქე ყავთ, ამაზე თამამად შეიძლება საუბარი და იოლ გამარჯვებას არავინ არ ელის. თუმცა ჩვენ გვჯერა ქუთაისის ტორპედოსი იმ გულშემატკივრებს, რომლებიც მოსულები არიან ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე, ტრიბუნიდან აბდენებენ თვალყურს და იმ გულშემატკივრებსაც, რომლებიც ტელეეკრანიდან მიადევნებენ აღნიშნულ შეხვედრას. ნახოთ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თამაში ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან კარგი უნდა გამოდგეს და ამ ყველაფერს ჩვენ ვნახავთ კიდევ ერთხელ თეთრი ფერის ფორმით მოედანზეა ქუთაისის ტორპედო, წითელი ფერის ფორმით ჩვენი სტუმრები ყაზახეთის აქტობეს ფეხბურთელები ითამაშებენ. თურქები გახლავთ მსაჯები, თავიდან მსაჯებზე გეტყვით თოლგა იოსკალფა მთავარი მსაჯი, სერკან ოკი, ჩეპ სატმანი, მისი ასისტენტები, მეოთხე სათადარიგო არბიტრი მეტე კალკავანი და მატჩის დელეგატი ესტონელი გახლავთ ოლეგ ხარლამოვი. რაც შეეხება შემადგენლობებს, რა თქმა უნდა დავიწყებ ქუთაისის ტორპედოთი. მეკარე ნომერი 12 ომარ მიგინეიშვილი, 33 დათა რიგუავა, 3 გუნდის კაპიტანი დავით გამეზარდაშვილი, 49 ალექსანდრე კვახაძე, 6 გიორგი გურული, 18 დავით დიღმელაშვილი, 26 გიორგი დათუნაიშვილი, 22 გრიგოლ დოლიძე, 10 გიორგი კუხიანიძე, 8 ნიკა საბანაძე, 30 რევაზ გოცირიძე. გია გეგუჩაძე გუნდის მთავარი მწვრთნელი, აქვე გეტყვით სათადარიგოებსაც. ნომერი 1 მაქსიმე ქვილითაია მეკარე, 7 მერაბ გიგაური, 37 ზაზა ჭელიძე, 20 გივიოსელიანი, 77 ვალერი ბოლქვაძე, 5 ნიკა ფირცხალავა და 14 გიორგი ფანცულაია. რაც შეეხება აქტობეს შემადგენლობას, მეკარე ნომერი 34 ჟასურ ნარზიკულოვი არ არის ეს ძირითადი მეკარე და ამაზე მოგვიანებით გეტყვით რატომ არ იცავს ძირითადი მეკარე დღეს თავისი გუნდის ღირსებას. შემდეგ მსველი ნომერი 8 და გუნდის კაპიტანი სამად სმაკოვი, ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი, 20 ემილ კენჟისარიევი, 23 იური ლოგვინენკო, 28 ლიტველი არუნას კლიმავიჩიუსი, 10 მარატ ხაირულინი, 80 ტიმურ კაპაძე, ასე არის მითითებული ოქროჩი და მოდი ჩვენც ასე ვთქვათ, ქართული წარმოშობის ფეხბურთელის თურქი მესხი გახლავთ. თემურ კოპაძე უნდა ყოფილიყო წესიდარიგით, მაგრამ მას მოიხსენიებენ უზბეკეთშია დაბადებული გაზრდილი ტიმურ კაპაძე და ჩვენც ასე მოიხსენიებენ. შემდეგ ნომერი 9 ჩეხი ლუკაშ ვაიერი, 39 მოლდოველი სერგეი კოვალჩუკი, 75 უზბეკეთის წარმომადგენელი მარატ ბიკმაევი და კიდევ ერთი უზბეკი 50 ნომრით ალექსანდრ გეინრიხი. ეს არის შემადგენლობა, რომელიც გამოიყვანა ვლადიმერ ბუხანოვმა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა. თუთიერი დუმილი რამას შენგელია საბადისაცემად. კიდევ ერთხელ თუთიერი დუმილი
ლეგენდარული ფეხბურთელის რამაზ შენგელიას ხსოვნის საპატივსაცემლოდ იყო. ეს ალბათ სიმბოლურიც არის. სწორედ აქ ამ ქალაქში გაიზარდა რამაზ შენგელი, აქ დაიწყო ფეხბურთის თამაში. ამ სტადიონზე ჩამოყალიბდა ის დიდ ფეხბურთელად და შემდეგ იყო თბილისის დინამოსა და საბჭოთა კავშირის ნაკრებში წარმატებული პერიოდი, ასე რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ესეთი საპასუხისმგებლო მატჩების წინ იხსენებენ ასეთ ფეხბურთელებს, რომელიც სამწუხაროდ რამდენიმე ხნის წინ გარდაიცვალა. მაშასე იწყება უკვე შეხვედრა, მე გუნდების შემადგენლობები გაგაცანით, საჯებზე გითხარით, მოკლედ გეტყვით, რომ აქტობე არის ქალაქი ყაზახეთში, ჩრდილო-დასავლეთში მდებარეობს აქტობე, ადრე აქტიუბინსკი ერქვა, საბჭოთა კავშირის პერიოდში, მაგრამ 99 წლამდე იყო ეს ყველაფერი, იმ პერიოდში ყაზახეთის პრეზიდენტის ბრძანებით ყველა ქალაქს ყაზახური სახელწოდება დაუბრუნდა და აქტობე, რომელიც ყაზახურად თეთრ ბორცვს ნიშნავს, მე-19 საუკუნეში დაარსებული ქალაქია. ძალიან მოკლედ ქალაქის ისტორია, საფეხბურთო კლუბები ამ ქალაქში არსებობდა თავიდანვე, დინამო, აქტიუბინეცი, ბემუნაი, აქტობე ლენტო და სხვადასხვა გუნდები იყო. დიდი წარმატება დაიწყეს შეხვედრა სტუმრებმა. დიდი წარმატება ამ გუნდს არ მიუღწევია არასდროს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების დროს და როდესაც საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი, ბოლო ჩემპიონატი ჩატარდა, ეს გუნდი თამაშობდა რანგით მეოთხე ლიგაში, ასე შეიძლება წარმოვიდგინოთ, რადგანაც საბჭოთა კავშირის დროს არსებობდა უმაღლესი ლიგა, პირველი ლიგა, მეორე ლიგა, სხვადასხვა ზონები და კიდევ იმის დაბლა რეგიონალურ ლიგაში, უბრალოდ რესპუბლიკურ ზონაში თამაშობდა აქტიუბინსკი მაშინ და არანაირი წარმატება არ ჰქონდა. ყაზახეთში თავიდანვე მოხდა ეს გუნდი ადგილობრივ სუპერლიგაში, ასე ეწოდება ყაზახურ სუპერლიგას და 2005 წლიდან გუნდს აქვს გარკვეული წარმატებები, 2000 წელს დაბრუნდა ყაზახეთის სუპერლიგაში, წარუმატებელი პერიოდის შემდეგ და 4-ჯერ გახდა ამ ქვეყნის ჩემპიონი 2005, 7, 8 და 9 წლებში. ყველაზე ცუდი შედეგი ბოლო წლებში სწორედ გასულ სეზონში ჰქონდა, როდესაც გუნდი მესამე ადგილზე გავიდა. ამჯერად ყაზახეთის ჩემპიონატი გრძელდება, მიმდინარეობს და 14 გუნდიან ჩემპიონატში აქტობე მე-7 პოზიციაზე იმყოფება, მაგრამ ვინც ნახა სატურნირო მდგომარეობა, ყარაგანდის შახტიორი მხოლოდ 4 ქულით უსწრებს, პირველ ადგილზე მყოფი გუნდი 4 ქულით უსწრებს აქტობეს, ასე რომ დაძაბული მდგომარეობაა სატურნირო ცხრილში. ეს ჩვენ ნაკლებად გვადარდებს. ბოლო შეხვედრა ჟეტისუსთან გუნდმა ფრედი თამაშა 1-1, ბოლოს წინა ადგილზე მყოფ გუნდთან და არ ვიცი რას წარმოადგენს აქტობე, ჩვენ ახლა ამას ყველაფერს ვნახავთ. ახსოვს ალბათ ფეხბურთის გულშემატკივარსაც, როდესაც აქტობე იყო ჩამოსული საქართველოში და მაშინ რუსთავის ოლიმპი გამოტიშა ასპარეზობას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი იყო და ძალიან ცუდად გვახსოვს ეს გუნდი პირდაპირ შეიძლება განვაცხადოთ. ასე რომ რევანშია ქუთაისელებს ასაღები ქართული ფეხბურთის პრესტიჟი დასაცავია ნამდვილად ეს გუნდთან და ნებისმიერი გულშემატკივარი მე დარწმუნებული ვარ, ფიქრობს რომ ეს ბარიერი იოლი გადასალახავი არ იქნება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამის გაკეთება შესაძლებელია. სავარაუდო შემდეგი მეტოქე ცნობილი, ეს არის ჩვენთვის კარგად ნაცნობი მოლდოვური მილსამი, თუმცა მანამდე ადრეა საუბარი შორტალუყას. საბანაძე შორიდან ძლიერად პირველი დარტყმა კარის მიმართულებით, კარგად ითამაშა ნიკა საბანაძე, მარცხნიდან გადაიცა ცენტრისკენ, დაარტყა, მაგრამ არადრუსტი გამოვიდა, იმედია შემდეგი დარტყმები გაცილებით უფრო კარგი გამოდგება ქუთაისის თორპედოსათვის და შედეგიანი. რაც შეეხება აქტობეზე გითხარით, ქუთაისის თორპედოს იცით რომ ევროთასებზე პირველად არ არის, გარკვეული პაუზის შემდეგ მოხდა გუნდი ევროთასებზე და პირველი 98-99 წლებში ჯერ კიდევ ინტერტოტოს თასზე ითამაშა. ქუთაისის თორპედო ბოლოს კი 2005-2006 წლებში გამოვიდა მაშინ უეფა-ს თასზე. ასე რომ ეს დაბრუნება ნახოთ რამდენად საინტერესო გამოდგება. ძალიან ბევრი შეიძლება ალბათ საუბარი, თუნდაც აი იმ ისტორიაზე, რაც აქვს თორპედოს ევროთასებზე, თუმცა შორს აგვიყვანს ალბათ ამაზე საუბარი და მოდით უკვე მივყვეთ მატჩის სრულობას. 3 წუთი მიიწურა უკვე შეხვედრის დაწყებიდან. აქტობეს ფეხბურთელები მარცხენა ფრთიდან ხაირულინის, ხოლმე შორის ნიჟნი-ნოვგოროდის გუნდში იყო გასულ სეზონში ცოტა ხანი ითამაშა ამ ფეხბურთელმა, ეს კი შორეული დარტყმა, ძალიან ძლიერი, უყავდა სამად სმაკოვი, მაგრამ არაძულად. სამად სმაკოვი გახლავთ ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, აღიარებულია, იგი 6-ჯერ იყო ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელი, ძალიან საინტერესოა ალბათ. აშკარად გამორჩეულია ეს ფეხბურთელი თავის ქვეყანაში, როგორც ჩანს, 6-ჯერ საუკეთესო გახდომა, რაც არ უნდა იყოს, მაინც სერიოზული მიღწევა არის, ეს მერვე ნომერი ცენტრალური მცველი სამად სმაკოვია. ძირითადად ყაზახეთში თამაშობდა, ცოტა ხანი იყო რუსეთში.
ამჯერად აქტობეს შემადგენლობაში გამოდის. ისევ აქტობეს ფეხბურთელები არიან. ბურთით მარჯვენა ფრთაზე გადააქვს თამაში. არუნას კლიმავიჩიუსი, მარჯვენა მცველი გახლავთ ლიტველი. მარცხნივ გადაიტანეს ბურთით, ნახოთ აქედან რას იზავენ, ემილ კენჟისარიევი უტევდა, შეიძლება მარჯვნივ პასის გაკეთება, ასეც იქცევიან ყაზახი ფეხბურთელები, ჩაწოდება მცველები თამაშობენ კარგად, თუმცა მაინც შორტს ბურთი ვერ გამოაქვს, ქართულ ფეხბურთელებს რიგვალა თამაშობდა თავით, გამოიტანა კუხიანიძე, არ იყო ეს გადაცემა ზუსტი და ისევ მარცხენა ფრთაზე ბურთს ეუფლებიან ყაზახი ფეხბურთელები, უტევენ ყაზახები ეს ბოლო ალბათ 1 წუთის განმავლობაში საკმაოდ აქტიურად დარტყმა კარის მიმართულებით და აცდა ცოტა უფრო აქტიურობა მართებს ქუთაისელ ფეხბურთელებს, აი ეს შეძახილებიც ალბათ გულშემატკივრისა სწორედ აქეთკენ არის მითითებული, რომ უფრო უნდა გააქტიურდეს ჩვენი გუნდი. მიგილეიშვილი გასული სეზონის მიხედვით უდაოდ ერთ-ერთი გამორჩეული მეკარე საქართველოს ჩემპიონატში, თუ საუკეთესო არა, ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა და ტორპედოს წარმატებას გარკვეულწილად განაპირობებს სწორედ აი მეკარის სტაბილური, კარგი სტაბილური თამაში შეიძლება ითქვას. მარცხენა ფრთიდან აქტობეს ფეხბურთელები არა გამიზარდაშვილი თამაშობს ძალიან კარგად, შემდეგ პასი წინ ვერ ახერხებენ წინსვლას ქართველი ფეხბურთელები, ლიტველმა მარჯვენა მცველმა ითამაშა კარგად და შეინარჩუნეს ბურთი აქტობეს ფეხბურთელებმა მარცხენა ფრთაზე გადააქვთ თამაში, მარცხენა მცველი გახლავთ ემილ კენჟისარიევი, ყირგიზი გახლავთ ეს ფეხბურთელი, თუმცა ყაზახეთის მოქალაქეა და ამ ქვეყნის ნაკრებშიც გამოდის. მარჯვნიდან აქტიურობს პიკმაევი, უზბეკი ფეხბურთელი, გადაიწია ცენტრისკენ, ცდილობდა დარტყმას, მაგრამ კარგად თამაშობდა კუხიანიძე და ეხლა უკვე ქართულ ფეხბურთელებს აქვს კონჩეტევის ძალიან კარგი შანსი, დოლიძე მიიწევდა წინ, შეაჩერეს დოლიძის მოძრაობა და საბოლოოდ უკან აბრუნებენ ბურთს ყაზახი ფეხბურთელები. ჯარიმა. შეიძლება ახლა ამ ეპიზოდის კარგად გამოყენება, მე-7 წუთი მიმდინარეობს დღევანდელი შეხვედრის პირველი ნახევრის. ჩაწოდება იქნება გამეზარდაშვილიც და კვახაძეც მიიწევენ წინ. აი ამ ეპიზოდში ხედავთ თამაშის წესი დაარღვია ლოგვინენკომ. და ჯარიმას ასრულებენ ქუთაისის ტორპედოს ფეხბურთელები. საკმაოდ შეიძლება გამოვიდეს ეს ჯარიმა. აი ხედავთ თურქი არბიტრი ნაბიჯებით ზუსტად გადაზომა 9 მეტრიდან მიუთითა ფეხბურთელებს თუ სად უნდა დადგნენ, იქნება ჩაწოდება. მაღალი ჩაწოდება ბურთისათვის შეიძლება დაბრძოლა, თუმცა აუტი არის, მხოლოდ ყაზახმა ფეხბურთელებმა ითამაშეს თავით და არა როგორც ჩანს უნდა მოაწოდოს ყაზახებმა. კი, საჯი მიანიშნებს რომ უნდა მოაწოდონ ჩვენმა სტუმრებმა აქტობეს ფეხბურთელებმა მარჯვენა ფრთიდან არუნას კლიმავიჩიუსი აწვის აუტიდან მოაწოდა უბრალოდ ფეხბურთი პასი წინ ეს გეინრიხი გახლავთ 50 ნომერი გამოკვეთილი ცენტრფორვარდის პოზიციაზე სწორედ ეს ფეხბურთელი თამაშობს. საერთოდ თუ ეხა გადავხედავთ ტაქტიკურ შემადგენლობას არაფერი განსაკუთრებული ხა მეტოქე ქუთაისის ტორპედო ძალიან კარგად ვიცით ისედაც არაფერი განსაკუთრებული არ შემოუთავაზებია მეტოქე გუნდს 4-5-1 არის ესეთი ტაქტიკით თამაშობს მარჯვენა მცველი გახლავთ 22 ნომერი ლიტველი კლიმავიჩიუსი ხოლო მარცხნივ კენჟისარიევი თამაშობს მე-20 ნომერი ორი ცენტრალური მცველი 23 ნომერი იური ლოგვინენკო და მე-8 ნომერი სამად სმაკოვი ეს არის ყაზახეთის ნაკრების დაცვის ცენტრი პრინციპში სწორედ ეს ფეხბურთელები თამაშობენ აქ მარცხნიდან ისევ შეტევა და შემდეგ შემადგენლობაზე განვაგრძობ საუბარს საკტაი ნახევარმცველების პოზიციაზე თამაშობენ კაპაძე მე-80 ნომერი და 39 ნომერი მასთან ახლოს არის მოლდოველი კოვალჩუკი ფლანგებიდან 75 მარჯვნიდან უზბეკი ბიკმაევია და მარცხნიდან მე-9 ნომერი ჩეხი ბაიერი და კიდევ ერთხელ გითხარით გამოკვეთილი ფორვარდი ჯარიმა არის უხეშად თამაშობენ ხა ეს
ლიტველი იმცველი გახლავთ კლიმავიჩიუსი და შეიძლება ყვითელი ბარათიც მიიღოს, თუმცა არა. საჯი მე მგონი ჯერჯერობით მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლება. რამე ზარდაშვილი არის ბურთთან ის შეასრულებს სწორედ ჯარიმას. ჯერჯერობით ეს უპირატესობა რაც გვინდა რომ კონდეს ქუთაისის ტორპედოს ნამდვილად არ აქვს, ცოტა უფრო უნდა მოუმატონ, მაგრამ ალბათ რაღაც გარკვეული ღელვა ეს სადებიუტო აქვს გუნდს გარკვეული პაუზის შემდეგ ევროთასებზე ამ ფეხბურთელებიდან ზოგიერთს აქვს გამოცდილება სხვადასხვა გუნდებში ნათამაშები აქვს ევროთასებზე, მაგრამ მაინც ძნელია ამაზე ესე უცბად თამაშის წარმართვა და იმედია ყველაფერი კარგად იქნება. ნელ-ნელა ქუთაისის ტორპედო გაცილებით უკეთესად ითამაშებს. მარცხენა ფრთიდან კუხიანიძე ვნახოთ რას იზავს ახლა მე-10 ნომერი გახლავთ. მარცხნიდან უტეს ჩააწოდა საჯარიმოს გასწვრივ საბანაძე. კარგი მოძრაობით ცდილობდა განთავისუფლებული იყო ბოლომდე იბრძოლა. საბანაძემ შეინარჩუნა ბურთი, თუმცა არა დროებით დაკარგეს ბურთი. ბიკმაევმა ითამაშა კარგად. კარგი ეპიზოდი იყო, თავიდანვე შეეძლო დაერთხა საბანაძეს, კარგი დარტყმა აქვს მას საკმაოდ, მაგრამ არა. გადაწყვიტა, განთავისუფლებული იყო და ისე დაერტყა კარის მართულებით არ გამოვიდა. მე-10 წუთი მიიწურა უკვე, მე-11 წუთი მიმდინარეობს 0-0. ეს გამეზარდაშვილია თქვენს ეკრანს. გამოსტილი ფეხბურთელი. აღნიშნული რეპორტაჟი მოგვიანებით იქნება ყაზახეთში. ჩანაწერს აჩვენებს ყაზახეთის ტელევიზია და აქვე მინდა გითხრათ რომ განმეორებით მატჩად შემოგთავაზებთ ოქტომბერიდან ერთი კვირის შემდეგ. განმეორებით შეხვედრა სწორედ იქ იმართება და აუცილებლად იქნება პირდაპირ რეპორტაჟი თბილისის დროით 20 საათზე არის ის შეხვედრა და იმედია ჩვენთვის წარმატებულ მატჩს ქართული გულშემატკივარი იხილავს. აქ სახიფათო ეპიზოდი გეინრიხი ბევრნი არიან ყაზახი ფეხბურთელები დაარტყა ვახაძე თამაშობს კარგად თამაშობს ყაზახმა ფეხბურთელებმა, მაგრამ საბოლოო დარტყმა არ გამოვიდა. ჯარიმა არის და არ გვეს თამაშის წესის სტუმრებმა. აქვე იცით რომ დღეს რუსთავის მეტალურგი ჩაებმება ევროპის ლიგაზე ალბანეთში ტეუტას წინააღმდეგ 22 საათზე და 30 წუთზე იწყება შეხვედრა, ასე რომ სამწუხაროდ საბოლოო შედეგს ჩვენ ვერ გავიგებთ. ჩვენი რეპორტაჟის სტოლობისას, თუმცა ალბათ საინფორმაციო საშუალებებით მაქსიმალური ინფორმაცია იქნებათ ქართულ გულშემატკივარს. განმეორებით შეხვედრა თბილისში აქვს რუსთავის მეტალურგს ერთი კვირის შემდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე უმასპინძლებს ალბანურ ტეუტას და იმედია ეს ბარიერიც დაძლეული იქნება. საერთოდ ძალიან მნიშვნელოვანია. ეხლა ყველა გუნდი ერთია ჩვენთვის, ეს ქუთაისელი გულშემატკივარი იქნება, ზესტაფონელი, თბილისელი, რუსთაველი თუ სხვა. საერთო წარმატება არის ქართული ფეხბურთის, ოდესაც რომელიმე გუნდი აღწევს წარმატებას, საერთო რაოდენობაში ითვლება ის დაგროვილი ქულები და კოეფიციენტი და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ყველასთვის, დღეს ალბათ აბსოლუტურად ყველა. რომელ ქალაქის არ უნდა იყოს და ვისი კომაგიც არ უნდა იყოს, ეხლა ამ წუთას ყველანი ქუთაისის ტორპედოს კომაგობს ერთად და ეს ხარდაჭერეს ერთიანობა ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია ყოველთვის. აუტიდან მოაწოდეს ბურთი, კარგად თამაშობს აქ გამეზარდაშვილი, მოედის ცენტრში დათუნაიშვილია, დოლიძე, მარჯვენა ფრთაზე რიგვავას მისამართი, თოდნა უკან გამოვიდა პასი, მაგრამ რიგვავა დაეწია ბურთს, ისევ რიგვავა და მიგინეიშვილს უმრუნებს ბურთს. იმ შემადგენლობიდან, რომელიც იყო ჩამოსული თბილისში, მას თბილისში იყო ოლიმპთან შეხვედრა, რამდენიმე ფეხბურთელი არის, ყოველ შემთხვევაში წამყვანი ფეხბურთელები, იგივე გუნდის კაპიტანი არის. მე ვთქვი რომ მეკარე არ არის ძირითადი მეკარე გუნდის გახლავთ ანდრეი სიძელნიკოვი, ყაზახეთის ნაკრების მეკარე. ფაშიც რუსია, მოსკოვში დაბადებული გაზრდილია, თავის დროზე სპარტაკის სკოლის აღზრდილია სწორად. ეს მეკარე ის და ტრინიდადის და ტობაგოს წარმომადგენელი რობერტ პრაიმუსი დისკვალიფიცირებულნი არიან გასულ წელს ვლადი კავკაზის ალანიასთან ეს ფეხბურთელები გაძევებულნი იქნენ და ეს გადმოყოლილი აქვს დისკვალიფიკაცია და სწორედ ამის გამო არ არიან დღეს განმეორებით შეხვედრაში მათ მონაწილეობის უფლება აქვს და სავარაუდოდ ეს ფეხბურთელები იქნებიან. აქ ჯარიმა არის, შეტევაში ჯარიმდებიან ყაზახი ფეხბურთელები. იგივე წინა შეხვედრიდან გამომდინარე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მაშინ უფრო მეტი ლეგიონერი იყო სხვადასხვა ქვეყნიდან, იგივე ხალიფ ბა, ალან ბონო,
ტიტი ესომბა და ივან პერიჩა ეს ფეხბურთელები აღარ არიან, ლეგიონერები აღარ არიან პრინციპში. ოქტომბრის შემადგენლობაში იგივე სმაკოვი მაშინ 2 გოლი გაიტანა ოქტომბერში გახსოვთ ალბათ ამ ფეხბურთელმა. ვისაც ახსოვს ეს ფეხბურთელი კვლავ არის იგივე ხაირულინი, იგივე ბადლო, იგივე სიძელნიკოვი და ასე რომ გამოცდილი გუნდია მე ამის თქმა მინდოდა და აქცენტი კეთდება უკვე ახლო ლეგიონერები შეიძლება ითქვას უზბეკები არიან გუნდში, იგივე ტიმურ კაპაძე უზბეკეთს წარმოადგენს ეს ფეხბურთელი. ასევე გამორჩეულია უზბეკეთში, რამდენიმეჯერ იყო ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელი, ქვეყნის ჩემპიონი. ფახტაკოშიც თამაშობდა და ბუდიონკოშიც თამაშობდა, იქ სადაც მწვრთნელი სკოლარი იყო და შემდეგ რივალდოც თამაშობდა, რივალდოს გვერდიგვერდ თამაშობდა. კაპაძე სწორედ მოედნის ცენტრში, მისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როგორც არაერთხელ აღნიშნა სხვადასხვა ინტერვიუებში. შემდეგ წავიდა კორეაში, იქ განაგრძოს კარიერა და საბოლოოდ აღმოჩნდა ყაზახეთში, ერთ-ერთ საუკეთესო კლუბ ოქტომბერში. რამდენიმე ხნის წინ მოვიდა ეს ფეხბურთელი გუნდში და ფაქტობრივად ერთ-ერთი ყველაზე ახლად შეძენილი ფეხბურთელია შეიძლება ითქვას. ამდენად არის უკვე შეთამაშებული გუნდთან რთული სათქმელია, მაგრამ ეს გამოცდილი 31 წლის ფეხბურთელი მისი იმედება მთავარწვრთნელს და ნახოთ რამდენად კარგად ითამაშებს. გურული, იღმელაშვილი მარჯვენა ფრთაზე რიგვავას მისამართით გადაიტანეს ბურთი. ისევ ქართველი ფეხბურთელები გამეზარდაშვილი. ცხენა ფრთაზე დოლიძე დათუნაიშვილი აგზავნიდა გურულის მისამართით, არ გამოვიდა და უკვე ყაზახები შეტევას უკეთებენ ორგანიზებას. საკუთარ ნახევარზე ათამაშებენ ჯერჯერობით კენჟი სარიევი, სმაკოვი. წინ გადაცემა ცდილობენ იქ შეტევის დაწყებას ყაზახები, კარგად თამაშობენ ქუთაისელი ფეხბურთელები საკუთარ ნახევარზე, გურული შეცდა და საბოლოოდ ბურთით რჩებოდა ბიკმაევი, დარჩა კიდევაც კაპაძე, გადაარქ თამაში მარცხნიდან ერთვებიან შეტევაში ყაზახი ფეხბურთელები, კენჟი სარიევი. და ძალიან კარგი შეტევა შეიძლება გამოვიდეს ხაირულინი, შევიდა საჯარიმოში და არტყა კიდევაც, მაგრამ არაზუსტად. კარგი შეტევა გამოვიდა საკმაოდ. ოქტომბერში სწრაფი დინამიური შეტევა, მაგრამ ბურთი ასდა კარს. მიგინეიშვილი შეიყვანს ბურთს თამაში. ხა, სიცხეაო ვერ დავაბრალებთ, კი ცხელოდა დღეს ქუთაისში, დღის განმავლობაში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში საღამოს 10-15 წუთზე ნამდვილად მე ვიტყვით რომ ცხელა ფეხბურთელებს შეუძლიათ ითამაშონ არ არის ცუდი პირობები სათამაშოდ. მოედანი იდეალურ მდგომარეობაშია შეიძლება ითქვას და სხვა შორის UEFA-ს დელეგატმაც კი გამოხატა გაკვირვება. მოედანზე იმდენად კარგ მდგომარეობაშია ქუთაისის ტორპედოს საფარი. როგორც ასევე სტუმრებმა და დაამატეს რომ ყაზახეთში მათ ასეთი მოედანი ნამდვილად არ აქვთ. აქ მე მგონი ტრავმა მიიღო და შესაძლებელი გახდება ახლა ერთადერთი ფორვარდი ალექსანდრ გეინრიხი, რომელიც ჯერჯერობით ვერ ახერხებს თამაშის გაგრძელებას, როგორც ჩანს და ალბათ პირველი იძულებითი სულების გაკეთება მოუწევს გუნდის მთავარმცველს ვლადიმერ მუხანოვს. იღმელაშვილი, უხიანიძე, დოლიძე, ოცირიძე, უკან დააბრუნა ისე ბურთი, იღმელაშვილი, მარცხნივ გურულია. ხიანიძე, ვიგვავა მარჯვენა ფრთაზე. არ ბრუნდება გეინრიხი ჯერჯერობით მოედანზე, გადაიფიქრეს სვილება. ყაზახეთის გუნდის მწვრთნელებმა გურული ძალიან შორიდან უტყავდა კარის მმართველებს, აქ ბრძოლა ბურთისათვის საბანაძე იბრძვის და არ უღოს თამაშის წესს. ესეთი გადაწყვეტილება მიიღო მსაჯმა. ისევ ყაზახები საკუთარ ნახევარზე ფლობენ ბურთს. აქ შეცდომა დაუშვეს გადაცემის დროს შეიძლება აქ ალბათ ბოლომდე თამაში არა. ძლიერად ურტყავს სმაკოვი ბურთსინ. აქ გამეზარდაშვილია მარტოდ ძალიან კარგათაც მიიღო ბურთი, ჰქონდა ამის დრო.
წინ პასი არ აწია მაინც აწია ძნელი არ ვიცი არ ჩანდა ყოველ შემთხვევაში გადაცემის დროს ნამდვილად არ გამიხედავს კუხიანძის მისამართით იყო თუ არა თამაშგარე მდგომარეობაში მაგრამ ოდნავ იყო ყმარის შემდეგ მაინც დააფიქსირა ასისტენტმა თურქმა ამსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა საკუთარ ნახევარზე არიან ისევ ყაზახი ფეხბურთელები კოვალჩუკი გადაცემა მარჯვენა ფრთაზე აქტიურია ბიკმაევი საკმაოდ მისი მისამართით კეთდებოდა პასი მაგრამ გატოვა ბურთო გოლის ფარგლი აუტია გურულმა უნდა მოაწოდოს გიორგი გურული აუტიდან აწვდის ბურთს კოცირიძის მისამართით კარგად თამაშობენ დასწრებაზე ყაზახი ფეხბურთელები და ისევ მათი ერიში ამჯერადაც აუტი გაექცა ბურთი მარად ბიკმაევს საერთოდ ლექსო კვახაძე რომელიც დღეს ასევე ქუთაისის ტორპედოს შემადგენლობაშია მაშინ რუსთავის ოლიმპში თამაშობდა და მეტნაკლებად იცნობს ამ გუნდს და ნათამაშები აქვს მათთან სხვა მე მგონი არც ერთი ფეხბურთელი არ იყო მაშინ რუსთავის შემადგენლობაში ვინც კი დღეს ქუთაისის ტორპედოს მაისურით არის მოედანზე ასეც არის ისევ აქტობენ ბურთით ზირთად საკუთარ ნახევარზე ფლობენ ბურთს მაგრამ ქუთაისელებმა ვერ მოიპოვეს აი ეს უპირატესობა რაც კიდევ ერთხელ მეორე წელემნიშნულოვანია მოედის ცენტრში ბურთის დაჭერა 21 წუთი არის და 0-0-ია ჯერჯერობით მარჯვენა ფრთიდან ბიკმაევი შევიდა საჯარიმოში შეიძლება ჩაწოდება არა ვერ ახერხებს ამის გაკეთებას და საბოლოოდ დარტყმა კარიდან ომარ მიგინეიშვილი განაახლებს თამაშს მიგინეიშვილი წმინდა არტყა აქ საბანაძემ უნდა ითამაშოს არა დაასწრო მას კლიმავიჩიუსმა და აუტია გურული ძალიან ცუდად მოაწოდე ხლა აუტიდან ბურთი საბანაძის მისამართით დაკარგეს ბურთი ქუთაისელმა ფეხბურთელებმა და შეტევა გეინრიხი გადადიოდა შეტევაზე უკან დააბრუნა ბურთი საბოლოოდ ბიკმაევმა კიდევ უფრო უკან კლიმავიჩიუს მან კი გადაიტანა მარცხენა ფრთაზე საბოლოოდ ლოგვინენკომ გააკეთა გადაცემა მარცხნიდან არიან შეტევაზე აქტობეს ფეხბურთელები სმაკოვი ბიკმაევი ჩააწოდა უნდა ითამაშოს მეკარე მასეც არის 7-ად აუღებელად მიგინეიშვილი იღებს ბურთს მეკარე დარჩება ბურთი ასეც არის ჟასურ ნარზიკულოვი ბურთით კარგად გაატარა იქ სამაც სმაკოვი გია გეგუჩაძე თანაშემწეები გურამ ასმიძელაშვილი და დავით ჯანელიძე და მათთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი აღნიშნული შეხვედრა აღნიშნულ შეხვედრაში წარმატება სასტარტო მატჩი მოგება და კარგად დაწყება ზოგადად სეზონის აქვს ამას მნიშვნელობა რა თქმა უნდა ეს ყველაფერი როგორ განვითარდება შემდეგ მთლიანად სეზონი ქუთაისის ტორპედოსათვის სერიოზული ცვლილებები არ მოხდა რა გუნდში როგორც ხედავთ ფაქტობრივად იგივე შემადგენლობაა არც ერთი ახალწეული ძირითად შემადგენლობაში არ არის არიან გუნდში რამდენიმე ახალწეული ისეთი ხმამაღალი და ხმაურიანი ტრანსფერები ქუთაისის ტორპედოს არ გაუკეთებია იგივე შემადგენლობით რამდენიმე ახალგაზრდა და დამატებული ითამაშებს ქუთაისის ტორპედო ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ასეა მიმდინარე სეზონში და ნახოთ რამდენად წარმატებული იქნება მათთვის ეს სეზონი ის რომ გია გეგუჩაძე შეუძლია გუნდის ჩამოყალიბება ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით მას არა ერთხელ აქვს გაკეთებული ეს და ნახოთ ხელმძღვანელობას გულშემატკივარს ეიმედება გია გეგუჩაძის და ვფიქრობ ეს მართლაც ნიჭიერი სპეციალისტი შეძლებს ქუთაისის ტორპედოში კარგი გუნდის ჩამოყალიბებას ვლადიმერ მუხანოვია რუსი სპეციალისტი რომელიც ყაზახეთის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს უდგას სათავეში
ილია გეგუჩაძე ხედავთ მას. ქუთაისელები შეტევაზე, კაი შეტევა შეიძლება გამოვიდეს ჟარიმა. კარგად გაითამაშეს იქ მოკნე მანძილზე ბურთი ქუთაისელმა ფეხბურთელებმა და საბოლოოდ საბანაძის წინააღმდეგ დაარღვიეს თამაშის წესი ყაზახმა ფეხბურთელებმა. დოლიძე არის ბურთთან ალბათ ის შეასრულებს. ნახოთ. ეს ეპიზოდი ჟარიმა ლოგინენკო აღგვიდა თამაშის წესს. და ჩააწოდო, რადგანაც შორია საკმაოდ პირდაპირ კარში დასაქმებად. გოლს ითხოვთ გულშემატკივარი და უარზე ალბათ ჩვენც არ ვართ ნამდვილად. არ კარში დაარტყა საბოლოოდ და ძალიან კარგადაც წავიდა ბურთი კარის მიმართულებით. დოლიძემ საბოლოოდ სამწუხაროდ ჩვენთვის აცდა ბურთი კარს. ნარზიკულოვი შეიყვანს ბურთს თამაში, ეს კი ისეთი თითქოს ჩაწოდება იყო, მაგრამ კარის მიმართულებით მიდიოდა აშკარად ტრაექტორიით ბურთი და ხედავთ არც თუ დიდი მანძილით აცდა ბურთი კარს. ახაძე თავით ზუსტად თამაშობს შემდეგ ბრძოლა ბურთისათვის დათუნაიშვილი დაეუფლება და მარჯვენა ფრთაზე შეუძლია მას ახლა საკმაოდ სწრაფად გავიდეს გადავიდა ბურთი გადავიდა უნდა მოაწოდოს ქუთაისის ტორპედომ აუტ რიგვავამ მოაწვის აუტიდან ბურთს 26 წუთი მიმდინარეობს დღევანდელი შეხვედრის 0-0 ჯერჯერობით. დიღმელაშვილი. ჟარიმა შეტევაში არიდებიან ქუთაისელები. გურული თამაშობს დაცვაში კარგად და ზუსტად ართო ბურთი ბეთოქეც გამეზარდაშვილი კარგად გაითამაშეს იქ დოლიძემ და დათუნაიშვილმა, შემდეგ პასი წინ კუხიანიძე საჯარიმოში ჩანაფიქრი ცუდი არ იყო პრინციპში, მაგრამ შესრულება უკეთესი უნდა ყოფილიყო ერთ-ერთი გასულების. ახტება. კეთილმა ფეხბურთელმა წამო მიიღო, როგორც ჩანს, სულება მაინც გარდაუვალია. ისევის ფეხბურთელია, ეს არის ალექსანდრ გეინრიხი, რომელსაც დიდი ხანი აღმოუჩენდნენ დახმარებას აქტობეს სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლები და მაინც ვეღარ ახერხებს როგორც ჩანს თამაშის გაგრძელებაზე იქნება ცვლილება. პაუზა შეხვედრაში, ხედავთ, უზბეკეთის ნაკრების ფეხბურთელია ალექსანდრ გეინრიხი. ფორვარდი არის, ალბათ ფორვარდი უნდა გამოვიდეს, ანტონ ზემლიანუხინია ფორვარდი და სერგეი ლისენკოვი. თადარიგში ვის გამოიყვანს ვნახოთ. მეოთხე ნომერი ანტონ ზემლიანუხინი ემზადება მოედანზე გამოსასვლელად ეს 25 წლის ფეხბურთელი გახლავთ ყაზახია ყაზახეთის მოქალაქე ყოველ შემთხვევაში სულ მალე გამოვა ალექსანდრ გეინრიხის ნაცვლად მარჯვენა ფრთაზე ტორპედოს ფეხბურთელები სწრაფად გადადიან წინ სეჩიპასი დიხმელაშვილი მარცხნივ არ არის არავინ გურული შეწეული იყო საბანაძემაც შეიწია აქ ნახოთ როგორ გაითამაშებენ ქუთაისელები ბურთს უკან გამეზარდაშვილი უხიანიძე დიხმელაშვილი რიგვავა დოლიძე დაკარგა ბურთი და ახლა სტრაფი კონტრიერიში
არ უნდა გამოეპაროთ ქუთაისელ ფეხბურთელებს მიგინეიშვილი. სწორად მოიქცა იქ დაანახა ფორვარდს რომ შეიძლებოდა გასულიყო წინ ის ოდნავ შეჩერდა და ალბათ ამან ოდნავ დააბნია კიდეც. აზახი ფეხბურთელი ძალიან კარგად თამაშა მეკარე. აქ უკვე ჩვენი სტუმრები თამაშობენ კარგად, მოკლე მანძილზე ზუსტად გაითამაშა ეს ბურთი. ჩეხი ლუკაშ ბაიერი იყო გადმოსული მარჯვენა ფრთაზე და მარჯვენა კოვალჩუკი უტევს. ეხლა შეიძლება ალბათ ჩაწოდება რიგვავა. გურული არ უნდა დაკარგოს აქ ბურთი. შეიძლება და უკეთესათაც გამოტანა საკუთარი საჯარიმო სპისადგომებიდან და ისევ ქუთაისელი ფეხბურთელები გამეზარდაშვილი, დათუნაიშვილი. აუტ. აუტი და იქნება ცვლილება შეხვედრის 30 წუთზე პირველი იძულებითი ცვლილება მოედანი დატოვა უკვე ალექსანდრ გეინრიხმა და მის ნაცვლად შემოვიდა 54 ნომერი ანტონ ზემლიანუხინი. არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში გადაადგილებები მოხდება ალბათ აქტობეს შემადგენლობაში, რადგანაც ნათელია რომ ცენტრფორვარდის პოზიციაზე აიწია მარატ ბიკმაევმა 75 ნომერმა, მარჯვნივ გადმოვიდა მე-9 ნომერი ლუკაშ ბაიერი ჩეხი ფეხბურთელი და ყობა მარცხენა ფრთიდან შეუტევს ანტონ ზემლიანუხინი 44 ნომერი. აი ამ წუთისათვის ესეთ სიტუაცია დაახლოებით მოედანზე თუ რაიმე შეიცვალა. მონებრივია, ამაზე ვისაუბრებთ. არ არის აქ არანაირი თამაშგარე მდგომარეობა. დოლიძე ცუდად მიიღო ბურთი, ალბათ პირიქით უნდა მიეღო რომ გარღვევა გაეგრძელებინა. აქ ჯარიმა ალბათ არის, მაგრამ საჯი არ აჩერებს. ვახაძე ძალიან შორიდან შეიძლება იქ გაგრძელება იერიშის. კარე თამაშობს კარგად. გურული აწვის აუდინამ ბურთს მოაწოდა. მოლაშვილთან გაითამაშა. ისევ გურული. ეხლა არის მოლაშვილი მაშინ ხუხიანზე იყო ბურთით. ვახაძე. რიგვავა. მოლაშვილი. გურული. კარგად აუარა გვერდიერ ფეხბურთელს მიიწევს, შეიძლება ჩააწოდა კიდეც. და მაინც კარგად ვერ მოიგერიეს ბურთი, მაგრამ მოახერხეს მაინც გამოტანა ყაზახმა ფეხბურთელებმა. აბგედი მოლაშვილის პირდაპირ დაბრუნება ბურთის არ იყო საჭირო საჯარიმოში. გვერდზე პარტნიორები იყვნენ და თავისუფლად შეიძლება და უკეთესად გაიძებნა. აი რამდენიმე წუთიანი მონაკვეთში კარგია ტორპედო, მეტოქს ნახევარზე არის, ბურთსაც აკონტროლებს. შეიძლება ამ ბურთის გატეხვა, შეიძლება ამ ბურთთან გამარჯვება, ჩანს კიდევაც. არ არის ეს რაღაც განსაკუთრებული სიძლიერის გუნდი და თავისუფლად შეიძლება ალბათ ამ ბურთთან გამარჯვების მოპოვება. საბანაძე. ოცირიძე. უხიანიძე დაარტყა. მარჯვენა ფრთაზე ძალიან კარგად ერთვებოდა რიგვავა. თუმცა უხიანიძე დაარტყა და აცი. ნარზიკულოვმა შეიყვანა ბურთი თამაში. ბიკმაევი, შემდეგ ხაირულინი. მოედნის შეშიფლობენ ბურთს ყაზახი ფეხბურთელები, მარჯვნივ ბაიერის, ცენტრში შეიწია ბაიერმაც. ისევ მარცხნივ გააკეთა გადაცემა. არ გამოვიდა ჩაწოდება, შესაძლოა შემოსული ზემლიანუხინს. და ქუთაისელი ფეხბურთელები, კარგი შეტევა შეიძლება გამოვიდეს. იყო ალბათ ჯარიმა, მაგრამ საჯმა არ გააჩერა და ოცირიძემ უკან გააკეთა პასი მიღმელაშვილმა სწრაფად ვერ გადაიტანა ბურთი მეტოქს ნახევარზე საბოლოოდ კარგავენ კიდეც ბურთს. ქუთაისელი ფეხბურთელები. ბიკმაევი მარჯვენა ფრთაზე ბაიერის მისამართი პასი, მაგრამ არ გავიდა ეს.
მარჯვენა გადადიან შეტევაზე ქუთაისელი ფეხბურთელები დიაგონალური გადაცემა მარცხნივ საბანაძის მისამართით ვერ მიწდა საბანაძე, მაგრამ ჯარიმა ამ ეპიზოდში დამნაშავე არუნას კლიმავიჩიუსი ასე თulis თურქი არბიტრი თოლგა იოს ხალხა. აი განმეორებთ ეს ეპიზოდი. სადაც შეუშავა საბანაძის დუქის მიღებაში ხელი. ლიტველმა ფეხბურთელმა და დანიშნულმა ჯარმა. ანიშნებს საჯარო სასწავლებლის გარეშე არუნა და არტყაზდოვიძე. კიდევ ერთი კარგი შანსი ჯარიმიდან ქუთაისელ ფეხბურთელებს. ვახაძე გამიზარდაშვილი გოცირით ძალიან კარგად თამაშობდა თავით და შეიძლება ამის გამოყენება ვერ ვთქვი სულად მოქმედებენ ამ კომპონენტში. ამ კომპონენტით ყაზახი ფეხბურთელებს შეაწოდება პირდაპირ მეკარის მისდის ბურთი. გამოირჩევა ესეთი გუნდები, როგორც ყაზახური გუნდებია, სტანდარტული სიტუაციების კარგი შესრულებით, ფიზიკური ძალით, ხა ტექნიკურ ფეხბურთზე აშკარად გადაჭარბებულია საუბარი, მაგრამ აქ ხედავთ რა ხდება 1-1-ზეა. და გადარჩა ქუთაისის ტორპედო. გამეზარდაშვილი ამ ეპიზოდში თამაშობს ზუსტად და გადაარჩინა თავისი გუნდი. აი ხედავთ, ძელი გადაცემა გაეპარათ აშკარად ქუთაისის ფეხბურთელებს ბიკმაევი, რომელმაც არ დაარტყა გადაცემის გაკეთება განიზრახა, იქ ფაქტიურად 1-1-ზე რჩებოდა მისი თანაგუნდელი ბიკმაევს გულისხმობ, მაგრამ ვერ დაარტყა ბიკმაევსაც შეეძლო ალბათ დაერტყა. სახიფათო ეპიზოდი კიდევ ერთი ბაიერი და ააცილა. მშვენიერი შანსი ჰქონდა აქტობეს გოლის გატანისა ყველაზე რეალური ალბათ ღევანდელ მომენტში. სხვა შორის ცოტა მეტი ფანტაზია რო გამოიჩინა უზბეკ ფეხბურთელს. ძალიან კარგია რომ არ გავიდა გოლი, მაგრამ თავზე უნდა გადაეგო ალბათ მეკარისათვის ყველაზე მარტივი გამოსავალი სწორედ ეს იყო სიტუაციაში და ამის საშუალებას დროც ჰქონდა აშკარად. ვერ გამოიყენა და ძალიან კარგი გოლი. ესეთ შეცდომები აღარ უნდა დაუშვან ქუთაისელმა ფეხბურთელებმა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს გუნდი არ გამოირჩევა ტექნიკური თამაშით, რაღაც კომბინაციური სტილით, კარგი ფიზიკური მომზადება და სტანდარტების კარგად გამოყენება. მათი კოზირი ეს არის. ისევ შეტევაზე ყაზახი ფეხბურთელები აქაც კარგად თამაშობენ ცველები. მეკარეს ალბათ დაუბრუნებენ, ასეც არის ნარზიკულოვი. აი შეიძლება შეწუხება მეკარის საბოლოოდ აუძე გადააგდო ბურთი, მაგრამ შეიძლება და უფრო შეცდომაც დაეშვა ასეთ სიტუაციაში. კარგია ბოლომდე თამაში, რაც გააკეთეს კიდეც ქუთაისელმა ფეხბურთელებმა. კუხიანიძე, საბანაძე, კუხიანიძე ისევ გადაიტანა ცუდად მარჯვენა ფრთაზე. ეხლა კონჩეტევის დაწყების კარგი შანსი აქვს თუმარი გუნდის ფეხბურთელებს. გურულმა ითამაშა, კარგად ოდნავ შეაჩერა მაინც შეტევის განვითარების ტემპი, მაგრამ მაინც ახერხებენ ბურთის ფლობას ყაზახი ფეხბურთელები. მარჯვენა ფრთაზე ბაიერი, კლიმავიჩუსი, სმაკოვი, კაპაძე და მარცხნივას. 37 წუთი იწურება პირველი ტაიმის 0-0-ია ჯერჯერობით. შეტევაზე არიან ყაზახები. არ უნდა მიცეთ აქედან დარტყმის საშუალება, კარგად თამაშს არ დაარტყმევლის ანტონ ზემლიანუხის ქუთაისელმა ფეხბურთელებმა, მაგრამ აი ესეთი შანსი როცა ეძლევა გუნდ ძალიან ძნელია. ლექსო კვახაძე თქვენს ეკრანზე. ისევ არ ჯარიმა არის. ჯარიმა არის ქუთაისელების დარჩება გუნდში. საუბარი იმაზე რომ ეს არის 2 რაუნდიანი შეხვედრა ბუნებრივია, ყველამ ძალიან კარგად იცის და ზედმეტია და ისიც იმაზე ზედმეტია საუბარი რომ სასურველია ბუნებრივია საკუთარ მოედანზე პირველი თამაშის მოგება ისეთი ანგარიშით მეორე შეხვედრაში უფრო მშვიდად იყოს გუნდი. ძალიან ძნელია ამის გაკეთება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ფაქტობრივად გამოცდილი გუნდია, მაგრამ შესაძლებელია და ეს უნდა გამოიყენონ ქუთაისელმა ფეხბურთელებმა. ტოლიძე შეინარჩუნა ბურთი, გოცირიძე დაკარგა და მარჯვენა ფრთაზე ბაიერი. გადავა ბურთი აქ ვერ დაეწევა კოვალჩუკი. არ იყოს ზუსტად გაკეთებული. ციჩინავა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი თქვენს ეკრანზე. არიან ბუნებრივია სტუმრები საკმაოდ მრავლადაც საფეხბურთო სამყაროდან, არა მხოლოდ საფეხბურთო სამყაროდან, დღეს ქუთაისის
ცენტრალურ სტადიონზე და ხომაგობენ რა თქმა უნდა ყველანი ერთად ქუთაისის ტორპედოს. ნარზიკულოვი მარცხნივ გადაცემა კენჟისარიევი აქ უკვე შესწრებენ ყაზახი ფეხბურთელები ჯარიმა და ყვითელი ბარათიც როგორც ჩანს ყვითელი ბარათ უარსები კენჟისარიევი იყო დიახ არა 23 ნომერი ლოგვინენკო პირველი ყვითელი ბარათი დღევანდელ შეხვედრაში გურული საუთარ ნახევარზე აქვს ბურთი ქუთაისის ფეხბურთელს გამეზარდაშვილი ჯარიმა იყო მაგრამ შეიძლება და გაეგზელებინა ალბათ სათამაში დათუნაიშვილმა გაითამაშა ბურთი ლევან და სოსო ხაკაძეები უბის ხელმძღვანელები კომპანია ვისოლის ხელმძღვანელები რომელთაც ძალისხმევითაც პრინციპში ქუთაისის ტორპედომ დაიბრუნა ის ადგილი ქართულ საფეხბურთო სამყაროში რომელიც წლების განმავლობაში ეკავა ერთ-ერთი ლიდერი იყო მუდმივად ქართული ფეხბურთის და ვისოლის მოსვლის შემდეგ ქუთაისის ტორპედოში ყველაფერი გამოსწორდა გაკეთებულია სტადიონი საკმაოდ კარგის და თბილისის სტადიონების გარდა ქუთაისის ტორპედოს სტადიონი არის სწორედ ის სტადიონი სადაც შეიძლება რაღაც გარკვეული ეტაპების გამართვა ჯერჯერობით ევროტურნირებზე და ეს ძალიან კარგია, რადგანაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი გულშემატკივარი მოვიდეს. ის გულშემატკივარი ვისთვისაც თამაშობს ეს გუნდი და საკუთარ მოედანზე თამაში უფრო საინტერესოა და უფრო კარგიც არის ბუნებრივია. გასაგებია, შეიძლება რაღაც პირობები არ აკმაყოფილებდეს და ღმერთმა ხნას და ევროპის ლიგის ჯგუფურ ტურნირზე გავიდეს ქუთაისის ტორპედო და სად ითამაშებს ეს შემდგომ გადაწყდება, მაგრამ საწყისი ეტაპები მაინც აუცილებლად უნდა ტარდებოდეს იმ ქალაქში, რომელსაც წარმოადგენს გუნდი. სახიფათო იერში შეიძლება გამოვიდეს დიხმელაშვილი და არტყა ბურთი ხდება იქ ერთ-ერთი ფეხბურთელი და კუთხური. კარგი შეტევა იყო ტორპედოს. ქალაქის მერი, ქუთაისის მერი ბატონი გია თევდორაძე. ბუნებრივია ისიც რომ არის ხალხ შეუძლებელი რამ არის. ყოველთვის ესწრებიან ქალაქის რეგიონის ხელმძღვანელი და ეს ეპიზოდი იყო ყაზახეთს ჰქონდათ და ვერ გამოიყენეს. ქუთაისში ყოველთვის არის კიდევ ერთხელ მეორე ყოველთვის ესწრებიან ხელმძღვანელები თამაშს და ყოველთვის კარგია, როდესაც მხარდაჭერა არის ადგილობრივი ხელისუფლების. დაეწევა ბურთს რიგვავა, ალბათ პირველი იქნება 42 წუთი 0-0. მიგინეიშვილი მიიღებს ალბათ ბურთს აქ საბანაძე, ასეც არის. უფრო მეტი გვინდა, აი შეიძლება ითქვას, უფრო უნდა მოუმატოს ქუთაისის ტორპედომ. ალბათ ამ გუნდის თამაში მე ამდენთაც ვკითხე მწვრთნელებს, აქვთ გარჩეული, აქვთ დანახი, მაგრამ სულ სხვა არის, როდესაც მოედანზე უშუალოდ ხედავ ბუნებრივია გუნდს. ალბათ გია გეგუჩაძე თავის შტაბთან ერთად რაღაც გარკვეულ შენიშვნებს ჩაინიშნავდა, ყვითელი ბარათი რიგვავამ მიიღო. უხეშ თამაშისათვის. ალბათ შესვენებაზე განხილული იქნება, რაღაცეები შეიძლება შეიცვალოს. და ქუთაისის ტორპედო იმედია მეორე ტაიმში გაცილებით უფრო აქტიური და გაცილებით უფრო შედეგიანი იქნება, რაც ყველაზე მთავარია. დღეს წარმატების მიღწევა აუცილებელია, თუნდაც აი ის გარანტად რომ საფრთხო შეხვედრაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, შეიძლება სტუმრათაც გამარჯვება ეს ნამდვილად არ არის გამორიცხული, რადგან მეტოქი არ არის რაღაც განსაკუთრებული გუნდი, გრანდი ნამდვილად არ არის. ამ გუნდთან შეიძლება თამაში სტუმრათაც, თუმცა საკუთარ მოედანზე კარგი თამაში და გამარჯვებული წასვლა ყაზახეთში გაცილებით უფრო კარგია. კოცირიძე უნდა იბრძოლოს აქ ბოლომდე, არა. ცენტრალური მცველი, გუნდის ლიდერი სმაკოვი კარგად თამაშობს. ისევ ქუთაისელი ფეხბურთელები კუხიანიძე და არტყა შორი მანძილიდან და მეკარე თამაშობს ძალიან კარგად. შვენიერი ეპიზოდი იყო და ნარზიკულოვმა გადაარჩინა თავისი გუნდი. განმეორებით ახლა ხედავთ ამ ეპიზოდში
დაარტყა კუხიანიძემ და მეკარე თამაშობს კარგად. სამწუხაროდ შეძლეს. წაქცეული ერთ-ერთი ყაზახი ფეხბურთელი სახეში მოხდა, ნამდვილად ვერ დავინახე რა მოხდა. გუნდის კაპიტანია სამაც სმაკოვი. წამოდგა ჩვეულებრივ გააგრძელებს ალბათ თამაშს, არანაირი პრობლემა მას არ აქვს როგორც ჩანს. კარგად მოხვედრია ისე. კარგი რომ საჯბა ვერ დაინახე ეს ეპიზოდი, შეიძლება ამისთვის გაერთხილებინა ქუთაისელი ფეხბურთელი. ამდენ წუთს დაამატებს ახლა საჯი ბოლოს წინა ბოლო წუთი მიმდინარეობს, ერთ წუთს ამატებს როგორც ჩანს დღევანდელი შეხვედრის თურქი არბიტრი თოლგა იოსკალფა. მარცხენა ფრთიდან ყაზახები არიან შეტევაზე. ჩაწოდება ბუთისტება. მიგინეიშვილი განახლებს თამაშს. აი ახლა გვაჩვენებს მეტე კალკავანი მეოთხე სათადარიგო არბიტრი, რომ 1 წუთია დამატებული. დღევანდელი შეხვედრის პირველ ტაიმზე რა უნდა ითქვას? თანაბარი ბრძოლა არის, ცდილობენ ქუთაისელი ფეხბურთელები, მაგრამ ჯერჯერობით ვერ გატეხეს მეტოქემ. ეს ეპიზოდი იყო ძალიან კარგი, როდესაც კარში დაარტყეს და აქედან კარგად გამოჩნდება მეკარის ზუსტი თამაში. უფრო რეალური შანსი ჰქონდათ სტუმრებს გოლის გატანისა. პირველ ტაიმში იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი რადიკალურად შეიძლებოდა ქუთაისელი ფეხბურთელები გაცილებით უფრო აქტიურები და გაცილებით შედეგიანები იქნებიან. კოვალჩუკი, კლიმავიჩიუსი. მაშინ ეს ფეხბურთელი თავის დროზე მოსკოვის დინამოში თამაშობდა ერთი სეზონი, აქ გატარებული და უჩვენს არ იყო სათადარიგო თამაშობდა შემადგენლობაში. აქ უკვე ქუთაისელი ფეხბურთელები გადადიან ბოლო შეტევა ტაიმისა, კარგი შანსი გოცირიძე დაარტყა და აცილა. ეს უკვე ძალიან კარგი შანსი იყო მარჯვენა ფრთიდან. ძალიან კარგი გარღვევა იყო. შვენიერი შანსი. გოლის გატანის, მაგრამ ვერ გამოიყენეს ქუთაისელმა ფეხბურთელებმა. აი ხედავთ. გოცირიძე. სულად დაარტყა და შვენიერი შანსი იყო კიდევ ერთხელ, რომ რიგავას გარღვევა იყო აღსანიშნავი. კარგი იქნებოდა ესე ვთქვათ, გასახდელში გაეტანებინათ გოლი ყაზახებისთვის ქუთაისელ ფეხბურთელებს, სამწუხაროდ არ გამოვიდა. 0-0 პირველი 45 წუთის შემდეგ აი შედეგი არის დაფიქსირებული, შევისვენოთ რამდენიმე წუთში დაუბრუნდებით და განვაგრძოთ პირდაპირ რეპორტაჟს. გრძელდება ჩვენი პირდაპირ რეპორტაჟი ქუთაისის ცენტრალური სტადიონიდან, სადაც სულ მალე განახლდება მატჩი ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი ქუთაისის ტორპედო მასპინძლობს ყაზახეთის აქტობეს. 0-0 პირველი 45 წუთის შემდეგ ქუთაისელი ფეხბურთელები განახლებენ მატჩს, სწორედ ისინი დაიწყებენ შეხვედრის მეორე ტაიმს. რა შეიძლება ითქვას პირველ ტაიმზე? კიდევ ერთხელ მეორებ იყო ეპიზოდები, როდესაც ქუთაისელი ფეხბურთელები საკმაოდ კარგად მოქმედებდნენ. იქ დასახსენებელი ალბათ კუხიანიძის, დოლიძის, საბანაძის კარგი დარტყმები, გოცირიძემ დაარტყა მატჩის უკვე ბოლო წუთზე, ჰქონდა მას შანსი გოლის გატანისა, ჰქონდათ გოლის გატანის შანსი ყაზახ ფეხბურთელებსაც, საბოლოო ჯამში თანაბარი თამაში და ფრენ 0-0. შეგახსენებთ გუნდების შემადგენლობას და შემდეგ უკვე მივყვეთ მატჩის მეორე ტაიმს. მასპინძლები ქუთაისის ტორპედო ომარ მიგინეიშვილი 12 ნომერი მეკარე, შემდეგ 33 დათა რიგავა 3 დავით გამეზარდაშვილი, გუნდის კაპიტანი 49 ალექსანდრე კვახაძე, 6 გიორგი გურულეს დაცვის ხაზია მარჯვნიდან მარცხნივ შესაბამისად. ნახევარდაცვა 18 დავით იღმელაშვილი, 26 გიორგი დათუნაიშვილი, 22 გრიგოლ დოლიძე, 10 გიორგი კუხიანიძე და 8 ნიკა საბანაძე, ერთი გამოკვეთილი ფორვარდი 30 ნომერი რევაზ გოცირიძეა.
გია გეგუჩაძეა გუნდის მთავარი მწვრთნელი და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ სათადარიგო ფეხბურთელებს რომლებიც შეიძლება ვიხილოთ დღეს მატჩის მეორე ტაიმში მეკარე ნომერ პირველი მაქსიმე კვილითაია 7 მერაბ გიგაური 37 ზაზა ჩელიძე საფრთხო იერში არ შედგა ქუთაისელების 20 გივი ოსელიანი 77 ვალერი ბოლქვაძე 5 ნიკა ფირცხალავა და 14 გიორგი ფანსულაია რაც შეეხება სტუმართა შემადგენლობას მეკარე ჟასურ ნარზიკულოვი 34 ნომერი 8 სამად სმაკოვი გუნდის კაპიტანი 20 ემილ კენჟისარიევი 23 იური ლოგვინენკო 28 არუნას კლიმავიჩიუსი 10 მარატ ხაირულინი 80 ტიმურ კაპაძე 9 ლუკაშ ბაიერი 39 სერგეი კოვალჩუკი 75 მარატ ბიკმაევი 50 ნომრით თამაშობდა ალექსანდრ გეინრიხი მაგრამ 29 წუთზე ის შეცვლილი იქნა და შეცვალა ანტონ ზემლიანუხინმა 54 ნომერმა მათი სათადარიგო ფეხბურთელებზე ხა აქცენტის გაკეთება ნამდვილად არ ღირს აქ ყვითელი ბარათი მიიღო დიღმელაშვილმა ეს მესამე ყვითელი ბარათია დღევანდელ შეხვედრაში ქუთაისელთა მხრიდან დათარიგვავას აქ ყვითელი ბარათი ხოლო სტუმართა მხრიდან იური ლოგვინენკომ მიიღო აი ეპიზოდის გამო ჯარიმა დაინიშნა და ჯარიმის შედეგად ყვითელი ბარათიც. ჯარიმას ასრულებენ ჩვენი სტუმრები, გუნდის კაპიტანი სამად სმაკოვი დგას ბურთთან. თავის თანაგუნდელებთან ერთად მინდა არტყო. ყოველ შემთხვევაში უფრო სმაკოვი ემზადება, ისეთ შტაბეჭდილება რჩება. მისი გამორბენი ძლიერი დარტყმა. იქ ბურთი ხდება ერთ-ერთ ფეხბურთელს საბოლოოდ. ვიგინეიშვილი ყურადღებით თამაშობს და ზუსტად იღებს ბურთს. იქ აისხლდა ბურთი ერთ-ერთი ფეხბურთელის ფეხიდან, შეიცვალა ბურთმა მიმართულება და კარგად თამაშობს ვიგინეიშვილი, რომელიც ყურადღებით იყო ამ ეპიზოდში და ზუსტად ითამაშა. ქუთაისელი ფეხბურთელები ბურთით საკუთარ ნახევარზე, კვახაძე. თვითონ დაიძრა კვახაძე, მარჯვენა ფრთაზე რიგვავა არის. დოლიძია მის წინ, სწორედ მისი მისამართით კეთდებოდა პასი, მაგრამ არ გავიდა ეს გადაცემა კაპაძე და საკუთარ ნახევარზე ყაზახი ფეხბურთელები ჯარიმა შეტევაში ჯარიმდება ამ ეპიზოდში მარატ ბიკმაევი გამეზარდაშვილთან ერთად ბრძოლის დროს. ვახაძე რიგვავა გაატარა ეხა ბურთი დიღმელაშვილმა ძალიან ცუდად გააკეთა ეს ყველაფერი და კონჩეტევა ყაზახი ფეხბურთელებისა მარჯვენა ფრთიდან სწორედ ისინი გადადიან ეხლა შეტევაზე ვნახოთ რას იზავს აქ ბიკმაევი დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა და არტყა მაგრამ ცელები კარგად მოქმედებენ ამ სიტუაციაში დოლიძე ვერძოლიძე მითამაშე კარგად დაუტოვა ბურთი მეტოქეს ზემლიანუხინი უკან გადაცემა კენჯისარიევი არ არის აქ თამაშგარე მდგომარეობა სახიფათო ეპიზოდი სტუმრები შეტევაზე ცოტა ზედმეტი მოინდება კოვალჩუკმა ვფიქრობ და ვერ მოახერხა ნორმალურად შეტევის წარმართვა დოლიძე დასრებაზე კარგია ლოგვინენკო თუმცა კარგად თამაში საბოლოოდ ქუთაისელებმა მაგრამ სწრაფი იერიში არ გამოსდით ჯერჯერობით ქუთაისელ ფეხბურთელებს უხიანიძე გიღმელაშვილი იქ ბრძოლა არის საჭირო რასაც აკეთებენ კიდეც ქუთაისელი ფეხბურთელები და საბოლოოდ კარგავენ ბურთს ყაზახები კვახაძე უკან უბრუნებს მეკარეს ქუთაისელები შეტევაზე შორიდან დარტყმა მეკარე თამაშობს ზუსტად გურული ჩაერთო შეტევაში მარცხენა ფრთიდან კარგადაც ითამაშა მაგრამ საბოლოოდ დარტყმა არ გამოდგა ზუსტი ისევ ქუთაისელი ფეხბურთელები ჯარიმა გაითამაშეს ქუთაისელებმა ბურთი ზელდება მათიერიში მარჯვნივ რიგვავა იხსნება კარგად დააწოდა მას კვახაძემ მარცხნივ გადაიტანა თამაში აქედანაც მოდ კარგად შეიძლება ალბათ შეტევის ორგანიზება საბანაძეა უკან დააგორა ბურთი და უკან აიტანეს ბურთი ქუთაისელებმა ჩაწოდება დოლიძემდე არ მივა ბურთი და კუთხური მარჯვენა ფრთიდან მოაწვდიან კუთხურს ქუთაისელი ფეხბურთელები ემილ კენჯისარიევმა ითამაშა კარგად ამ სიტუაციაში თითქოს მეკარეს უგდებდა ბურთს ესეთი შტაბეჭდილება რჩებოდა მაგრამ საბოლოო ჯამში გავიდა კუთხურზე გაითამაშეს კუთხურიდან ბურთი ქუთაისელმა ფეხბურთელებმა ჩაწოდება არ გამოვიდა გიღმელაშვილი კარგად თამაშობს ჩაჭრა ბურთი უხიანიძე
მასაც ჩაუჭრეს გადაცემა და კონტრიერიში ყაზახი ფეხბურთელებისა მეტოქის უკვე ჩვენს ნახევარზე არიან ჩვენი მეტოქეები ზემლიანუხინი წინ პასი კარგად თამაშობს ამ ეპიზოდში ბიკმაევი ჩაწოდება საჯარიმოს გასწვრივ დარტყმა აი ხა ცუდად ითამაშეს ყაზახმა ფეხბურთელებმა გაცილებით უკეთ შეეძლოთ ალბათ აი ამ სიტუაციაში რაც გააკეთა ხა კოვალჩუკმა აბსოლუტურად ხა იოლად გასდა კვახაძეს ბიკმაევი და თუ დააკვირდებით ახლა მარჯვენა ფრთაზე აბსოლუტურად სარიელი ფეხბურთელია ჩეხი ფეხბურთელი ბაიერი იდგა მაგრამ არ გადააწოდა კოვალჩუკმა და ძალიან კარგიც შეტევა ჩაიშალა მეკარე ცოტა სახიფათო თამაშობს ხა ქართველი ფეხბურთელი ნიკა საბანაძე მეკარე თუ შეეჯახა გარიყო რაღაც შეგნებულად უხეშ თამაში ბურთისთვის იბრძოდა საბანაძე განმეორებით ნახავთ ალბათ ამ ეპიზოდს განმეორებით არა ძალიან უხეში იყო ახლა თამაში აქ საბანაძის მხრიდან ნახტომის დროს შეეჯახა მეკარეს და ბუნებრივი აქ სიტუაცია შეიძლება ტრავმაც მიეღო მეკარეს მოუჩენენ დახმარებას ალბათ განაგრძობს თამაშს მეკარე არც ისეთი იყო ხა დაჯახება რომ ამის გამო დატოვოს გოლის შესაძლებელია რაღაცას ანიშნებენ არა წამოდგა არა პირიქით ანიშნებენ რომ ყველაფერი იგზია როდესაც მეკარეს აღმოუჩენენ დახმარებას ბუნებრივად თამაში გაჩერებულია საკმაოდ გაიწელა პაუზა. ახლა უკვე გაგრძელდება თამაში. 53 წუთია დღევანდელი შეხვედრისა. ანგარიში 0-0-ია ქუთაისის ტორპედო საფეხბურთო კლუბი აქტობე. ისევ ქუთაისელი ფეხბურთელები შეტევაზე მარჯვენა აფთი და კუხიანიძე პასია დროული საჭირო არ არის აქ ჯარიმა დააყოვნა კუხიანიძემ და უკვე შეტევაზე არიან ყაზახი ფეხბურთელები კუხიანიძე ვერ ახერხებს წამოდგომას ყაზახები არ აჩერებენ ბუნებრივია თამას გადადიან ისინი შეტევაზე მარცხენა აფთიდან ზემლიანუხინი ჩაწოდება და საბოლოოდ ბურთი მისდის მეკარეს უნდა გაიხალ მიგინეშვილმა უნდა გადააგდოს ბურთი რადგანაც კუხიანიძე ჯერჯერობით არ ვერ დგება უკრინდან ცოტა დააყოვნა კუხიანიძემ და უკრინდან კონტაქტი იყო აი ამ ეპიზოდში მეტოქე მგონი ქუსლზე დააბიჯა საერთოდ ჩათვალა რომ აქ არ იყო ჯარიმა და თამაში არ გააჩერა საკმაოდ წვავე შეტევაც გამოუვიდათ ყაზახ ფეხბურთელებს ერთდროებით გეგუჩაძეს ცვლებას არ აკეთებს. ერთი ცვლება გაკეთებული მის კოლეგას მუხანოს. ეს იძულებითი იყო ეს ცვლილება, როგორც გახსოვთ ალბათ შეხვედრის პირველ ნახევარში.
ყაზახები ბურთით მარჯვენა ფრთაზე უკან დააბრუნეს ისევ საკუთარ ნახევარზე. ხა მათთვის ესეთი შედეგი და ესეთი თამაში მისაღებია, რადგანაც მეორე თამაშს საკუთარ მოედანზე ატარებენ. რაც გარკვეულ უპირატესობას აძლევს გუნდებრივია ყაზახურ კლუბს, არა მნიშვნელოვანს და გადამწყვეტს, მაგრამ მაინც ყოველთვის არის მინიმალური უპირატესობა ასეთ სიტუაციაში. ყუხიანიძე ისევ ძალიან დიდხანს დააყონა ბურთი ყუხიანიძემ, რიგვავა, ყვახაძე, ისევ ყვახაძეა საკუთარ ნახევარზე, მარჯვენა ფრთაზე რიგვავა. გვაიჩი გაითამაშეს ბურთი, დათუნაიშვილი. დოლიძე დაკარგა ბურთი დოლიძემ და ყაზახების კონჩეტება. გრძელი პასი ბიკმაევის მისამართით. მეკარე გამოდის, თამაშობს მიგინეიშვილი. ჯარიმა. დათუნაიშვილია დამნაშავეა ამ ეპიზოდში და არღია თამაშის წესი. პირველი ცვლილება ქუთაისის ტორპედოს შემადგენლობაში მზადდება. მოედანზე გამოსასვლად ბოლქვაძე ემზადება. ვალერი ბოლქვაძე. ნახევარმცველია როგორც მოიხსენებათ, ბოლქვაძე შეუძლია მას თამაშის გამწვევა, შემტევი ფეხბურთელი გახლავთ, ძალიან კარგი ხედვით მოედნის, კარგი პასით, რომ ნახოთ რა შეცვლის. ბოლქვაძე მოედანზე გარკვეულ დარიგებებს აძლევენ მას. გეგუჩაძის ასისტენტი გურამ ასმიძელაშვილი იყო, რომელიც ბოლო დარიგებებს აძლევს და სულ მალე შემოვაკიდეთ ბოლქვაძე მოედანზე. ეს იქნება პირველი ცვლილება ქუთაისის ტორპედოს შემადგენლობაში. გოცირიძის ნაცვლად შემოყავს. რამდენადაც ხედავ მე საჯის ტაბლოს 30-ე ნომერი გადის და ეს ნიშნავს, რომ საბანაძე აიწევს ალბათ ცენტრ ფორვარდის პოზიციაზე. ისევ ყაზახი ფეხბურთელები საკუთარ ნახევარზე, კაპაძე. წინ გადაცემა და თამაშგარია. აშკარად ჩანდა ამ ეპიზოდში მარად ბიკმაევი თამაშგარე მდგომარეობაში. განმეორებით ეპიზოდი, რომელშიც თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა, აქ კი ჯარიმა. და ცვლილების დროც. გოცირიძე ტოვებს მოედანს, როგორც გითხარი და მის ნაცვლად შემოდის ბოლქვაძე. საბანაძე ქუთაისელების შეტევაზე. იღმელაშვილი მარჯვნი რიგვავა. ბოლქვაძე. ჩაწოდება საჯარიმოში მცველები თამაშობენ კარგად. გამოიტანეს ბურთი ბოლქვაძე. ვერ დაარტყა, ვერ გაისწორა. შეიძლება აქედან დარტყმა. კარგი დარტყმა გამოვიდა, მაგრამ მოდნავ არაზუსტი. კარგი შეტევა იყო. სამწუხაროდ ზუსტად ვერ დაარტყეს ქუთაისელმა ფეხბურთელმა. აი აქ ბოლქვაძე დაუგორა ბურთი, გურული იყო თუ არ ვთქვი, რომელმაც დაარტყა, მაგრამ ოდნავ არაზუსტად. ხა ბოლქვაძის გამოსვლით კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საბანაძე დადგა ცენტრ ფორვარდის პოზიციაზე, მის უკან ითამაშეს ბოლქვაძე და მარცხნივ გადაიწია ყუხიანიძემ. სწორედ ესე განაგრძობს ახლა თამაშს ქუთაისის ტორპედო. აუტია უნდა მოაწოდონ ტორპედოს ფეხბურთელმა, გურული აკეთებს ამას. ბოლქვაძე კორფეხბურთელს შორის გავიდა, მაგრამ ძალიან წინ გაიგდო ბურთი. ხელია ასე ჩათვალა მსაჯმა. საფად გაითამაშეს აქტობეს ფეხბურთელმა, დრო გადის 1 საათი სათამაშო დროის გავიდა უკვე. ანგარიშკი 0-0-ია. ზემლიანუხინი უკან გადაცემა. სმაკოვი
მარჯვენა ფრთაზე აკეთებს პასს კლიმავიჩიუსია დაკარგეს ბურთი აქტობეს ფეხბურთელებმა ჯარიმა კიდევ ერთი ყვითელი ბარათი დღევანდელ შეხვედრაში ოცდამერვე ნომერი ეს არის ლიტველი ფეხბურთელი არუნას კლიმავიჩიუსი მან მიიღო ყვითელი ბარათი ყვითელი ბარათებითაც ანგარიში თანაბარია 2-2 ყვითელი ბარათი აქვს როგორც ერთ ასევე მეორე გუნდს მიგვავა მარჯვნივ დოლიძე იხსნება ცენტრში საბანაძე დოლიძის მისამართით ნახოთ რას იზავს ჩაწოდება ვერ დაარტყა საბანაძე ოდნავ წინ გავიდა მიგვავა ურული კარგი პასი შეიძლება დარტყმა და 1-0 გაიხსნა ანგარიში 62 წუთზე ანგარიში გაიხსნა ქუთაისის ტორპედო დაწინაურდა ძალიან კარგად ითამაშეს ქუთაისელმა ფეხბურთელებმა და ანგარიში 1-0 გახდა ულოცავენ ვის საბანაძეს ნიკა საბანაძე გატანილი გოლის ავტორი განმეორებით ნახავთ ძალიან თითქოს მოულოდნელად აღმოჩნდა საბანაძე დასარტყმელ პოზიციაზე არ იყო შეიძლება იდეალური მდგომარეობა მაგრამ მაინც ძალიან კარგად გააკეთა ყველაფერი აქ საბანაძემ და გაახარა ეს შემატკივარი რომელიც მოსულია დღეს ტორპედოს ცენტრალურ სტადიონზე და ძალიან ბევრი ტელემაყურებელი არ არის აქ თამაშგარე მდგომარეობა აი საკმაოდ რთულია დაამუშავა ბურთი სწორედ ამიტომ იყო რომ ჩანდა თითქოს გამოვარდა ბურთი გარეთ მეკარეს მოხდა შემდეგ ძელიდან ასხლეტილი ბურთი და ამის შედეგად გავიდა ნიკა საბანაძე გატანილი გოლის ავტორი ჩავთვალოთ ეს უკვე ძალიან კარგია ანგარიში გახსნილია და ქუთაისელი ფეხბურთელები შეტევაზე 62 წუთზე ანგარიში გაიხსნა ნიკა საბანაძე გახლავთ ეს ფეხბურთელი რომელმაც გარკვეული პაუზის შემდეგ ქუთაისის ტორპედოს შემადგენლობაში ევროთასებზე გოლი გაიტანა ძალიან ბევრი იყო საუბარი ბოლო დღეებში აი ისტორიაზე რომელიც უნებრივია აქვს ქუთაისის ტორპედოს ევროთასებზე და ბოლო გოლი 2003 წელს იქნა 2002 წელს იქნა გატანილი იონანიძის მიერ აქ ქუთაისში ტორპედოს სპარტას შეხვედრაში ძალიან კარგად მახსოვს მეც პირადად ის შეხვედრა როდესაც ქუთაისის ტორპედომ წააგო ძალიან კარგ სპარტასთან სადაც კარელ პობორსკი თამაშობდა ყოველთვის თავი დავანებოთ 1-0 ეს უკვე ძალიან კარგია კაპაძე ესეთი ეპიზოდი იყო თითქოს ბურთი გამოვარდა მაგრამ საბოლოოდ მაინც ბადეში აღმოჩნდა მეკარისაგან რა მნიშვნელობა აქვს როგორ აქ კიდევ ერთი ყვითელი ბარათი გურული იღებს ყვითელ ბარათს გიორგი გურული მეხუთე ყვითელი ბარათია დღევანდელ შეხვედრაში ერთი 1-0 გამეზარდაშვილი გამოიტანა ბურთი რიგვავა წინ პასი საბანაძე მიიღო ბურთი ძალიან კარგად თამაშობს საბანაძე შემდეგ გაგრძელება არის საჭირო არავინ არ ეხმარებოდა იქვე და უკან უხდება ბურთის დაბრუნება ეხლა სწორია საბანაძე როდესაც საყოდურობს თავის თანაგუნდელებს უფრო კარგად უნდა ასრულებდნენ მეორე გასაგებია რას კანდირებენ ქუთაისელი გულშემატკივრები მეორე გოლი უნდათ მათ აქ კუთხური იქნება თუ გადავიდა ბურთი არა მეკარი აიღებს ნარძი კულოვი ეს ეკრანზე ძლიერად გზავნის ნარძი კულოვი ბურთში ზოლა ბურთისათვის ქუთაისელები ეუფლებიან ბოლქვაძე შეინარჩუნა ბურთი ბოლქვაძემ
პასი წინ საბანაძის მისამართით ვერ გააჩერა ბურთი საბანაძე. კარგი გადაცემა იყო საკმაოდ. ვერ მიიღო ბურთი საბანაძე ისე როგორც საჭირო იყო, არადა კარგ პოზიციაში იმყოფებოდა ქუთაისელთა მერვე ნომერი. არ არის აქ ჯარიმა, ისევ ბოლქვაძე თამაშობს კარგად ამ სიტუაციაში. მარცხენა ფრთიდან უტევენ ქუთაისელი ფეხბურთელები, უკან უხდება ბურთის დაბრუნება. რიგვავა ფეხბურთელს შორის ძალიან კარგად გავიდა, მაგრამ შემდეგ უკვე ძალიან ბევრი იყო ყაზახები იქ შეეჯახა ერთ-ერთ ფეხბურთელს, შეჩერდა დიღმელაშვილი. ჩაჭრა გადაცემა დოლიძე. მეტი მოძრაობა არის, საჭირო ეხა ერთ რაღაც მონაკვეზე 4 ქუთაისელი იდგა. და გაიხსნა ზრუნებრივი ასეთ სიტუაციაში ფეხბურთელი ართული იყო გაგრძელება შეტევისა, რადგანაც არავინ არ იხსნებოდა ზრუნებრივია და ადგილზე გაკეთდა პასი, რითიც ზრუნებრივია სიმწვავე აღარ იყო ისეთი. რიგვავა კარში დაარტყა საკმაოდ ძლიერად, მაგრამ არაზუსტად. კარგი იყო, აი ესეთი დარტყმებით შეიძლება წარმატების მიღწევა. მიხედავთ ბურთი წავიდა რაღაც უცნაური ტრაექტორიით. მეკარე რატოღაც დარწმუნებული იყო ბურთი სდებოდა, თავიდანვე რეაგირება არ გააკეთა. მიგინეიშვილი. და დარჩეთ ბურთი ხო ქუთაისის ფეხბურთელებს, არა. ბოლომდე იბრძვიან ყაზახები და მათი ერიში ჩაწოდება. რიგვავა შვიდად თამაშია საჭირო. დაუთმო ბურთი მეტოქეს. ზემლიანუხინი და საბოლოოდ აუტი ვინ ამოაწევს ყაზახებმა. გასაკეთებს ეს კაცი, სასაული გააკეთა, რანაირად მოაწოდა აუტი და ინახეთ ალბათ. დოლიძე, დათუნაიშვილი. არ კუხიანიძე უკაცრავად შეჩერდა კუხიანიძე, გასდა რამდენიმე ფეხბურთელს შეინარჩუნეს ქუთაისელებმა ბურთი დოლიძე. ხა მოიგერეს ყაზახებმა, მაგრამ ბურთი მიდიოდა არსად შეიძლება ითქვას. აქ ტრავმირებული ერთ-ერთი ქუთაისელი ფეხბურთელი თორცები გუნდის კაპიტანი გამეზარდაშვილი უნდა იყოს, გააჩერა გამეზარდაშვილმა თამაში. საჯმა თამაში გამეზარდაშვილი არის ტრავმირებული. სამოცდა 8 წუთი გავიდა შეხვედრის დაწყებიდან 1-0 ქუთაისის ტორპედო არ საბანაძიეს ფეხბურთელი. მოსკი დიღმელაშვილი. ხედავთ აუტის მოწოდების ორიგინალური ხერხი. სადაო ბურთით გაგრძელდება. თამაში ყაზახები ვიბრუნებენ ბურთს. დიღმელაშვილი კი დაბრუნდება მოედანზე. წინ გადაცემა. უნდა იბრძოლონ ბოლომდე ქუთაისელმა ფეხბურთელებმა. გამოიტანა სმაკოვმა. მარჯვენა ფრთიდან უტევს აქტობენ. შეიძლება ალბათ ჩაწოდება, აი ხა კარში დაარტყეს აქტობეს ფეხბურთელებმა, არ იყო ეს საფათო ეს დარტყმა. დარტყმა კარიდან. ომარ მიგინეიშვილი შეასრულებს ამ დარტყმას, აი განმეორებით იყო ეს ეპიზოდი. იქნება ეს ეპიზოდი წინა კარში დარტყმა. არა ზუსტი გამოდგა. ვახაძე მიგინეიშვილი მარცხენა ფრთაზე
გამეზარდაშვილია ბურთით, წინ პასი, არაზუსტი, აუტი, ნუ მოაწოდეს ტოპები. ერთი გოლი იქნებოდა ალბათ იდეალური. აი ახლა ამ სიტუაციაში რომ გაიტანოს ქუთაისის ტოპები. მეკარეს გამოაქვს არც თუ დამაჯერებლად ბურთი საკუთარი საჯარიმოდან ყაზახი ფეხბურთელები ბურთით. მარჯვნივ გადაიტანეს თამაში, აქედან ცდილობენ შეტევის დაწყებას. გენჟისარიევი, შემდეგ დაუბრუნეს ისევ მასბურთი, გრძელდება იერიში. დარტყმა კარის მართულებით, კარგად თამაშობს მიგინეიშვილი. ზემლიანუხინის დარტყმა მოიგერია. დამაჯერებლად საკმაოდ ქუთაისელთან მეკარე. აი ხედავთ, შორეულ კუთხეში გზავნიდა, აქტობეს 54 ნომერი, მაგრამ ზუსტად ითამაშა. აქ თამაშგარმა დააფიქსიროს საჯმა, რადგანაც ფეხბურთელი ბიკმაევი იყო თამაშგარემ მდგომარეობაში და შემდეგ ჩაერთო უკვე თამაში. იგუავა. საბანაძე. აუტ. რიგუავა, გოლქვაძე. ცუდი გადაცემა ძალიან ეხა რიგუავამ დაიწყო მეტოქე გუნდის კონტრიერიში ფაქტიურად იქ ან მარტივი შეცდომა დაუშვა შეტევაზე არიან ყაზახები დარტყმა კვახაძეს ხდება ბურთი და ტოვებს სლოვენის ფარგლებს კუთხური ესეთი უყურადღებო თამაში არ შეიძლება ხედავთ იმერეთის გუბერნატორი ლაშა მაკაცარიას ესწრება დღევანდელ შეხვედრას ბევრი გულშემატკივარი ყავს დღეს ქუთაისის ტორპედოს იოსელიანიც ემზადება თუ არ ვთქვი მოედანზე შემოსასვლელად ქუთაისის ტორპედოს შემადგენლობაში გივი იოსელიანი. მაღალი ჩაწოდება გამოიტანეს ბურთი. ქუთაისელმა ფეხბურთელებმა მარჯვენა ფრთაზე არიან, გადაცემა წინ. ზუსტად თამაშობენ ყაზახები. მარცხენა ფრთიდან კოვალჩუკი ჩაწოდება არ იყო მაინც კარგი ჩაწოდება. ისევ აქტობეს ფეხბურთელები. მეკარე მიგინეიშვილი ზუსტია. და სტრაფათად შეყავს ბოლქვაძე. აქ ბოლქვაძეს ეხლა სივრცე უნდა გასდეს ამ ფეხბურთელს. კაპაძე იყო ეს ფეხბურთელი, რომელიც ძალიან კარგად ითამაშა. დაატოვებუნა ბურთი, საბანაძემ სტრაფად მოაწოდა აუტიდან ბურთი. დოლიძე საბანაძეს უტოვებდა, მაგრამ ცოლმა ითამაშა. კარგად ამ ეპიზოდში ჩანაფიქრი ძალიან კარგი იყო, სტრაფად აპირებდნენ გათამაშებას ბურთის ქუთაისელი ფეხბურთელები, მაგრამ სამწუხაროდ არ გამოუვიდათ. ისევ ყაზახები ცვლილება. იოსელიანი შემოდის, ვინ გადის? დოლიძე გადის მოედნიდან. დოლიძის ნაცვლად იოსელიანი. ცვლილება მზადდება ყაზახეთის აქტობეს შემადგენლობაშიც. პეოტრ ბადლო ემზადება, გამოსტილი ცენტრალური მცველი გამოსასვლელად. საინტერესოა ვის ნაცვლად? და16 წლის გახლავთ პეოტრ ბადლო, რომელიც შემოდის ვეტერანი ფეხბურთელი, ნახოთ ვის ნაცვლად გამოვა, მანამდე კი ქუთაისელი ფეხბურთელები ბოლქვაძე, კარგად თამაშა, დიღმელაშვილი, კვახაძე. ბოლქვაძე მარჯვნივ იოსელიანი იყო. აი ხა აკეთებენ მისი მისამართით გადაცემას. ბოლქვაძე რიგუავა, იოსელიანი. კარგად შემოტრიალდა იოსელიანი, თუმცა
დაცვაშიც კარგად თამაშობს ზემლიანი უხიდი და ჯარიმაა საბოლოოდ. ცვლილება. როგორ მარჯვენა მცველი გადის? კი, ასეც არის მარჯვენა მცველი არუნას კლიმავიჩიუსი გადის მოედნიდან და მის ნაცვლად მოედანზე გამოდის პეოტრ ბადლო. სად ითამაშებს მარჯვენა მცველის პოზიციაზე როგორც ჩანს. ნომინალურად ცენტრალური მცველია იგი. 76 წუთია დღევანდელი შეხვედრის 1-0. ქუთაისის ტორპედო იგებს დღევანდელ შეხვედრაში. ყაზახები მარჯვენა ფრთიდან ცუდი გადაცემა ბურთს გაატარებენ ქუთაისელები, ასეც არის და მიგინეიშვილი განაახლებს თამაშს. ვახაძე მიგინეიშვილი მარცუ კარგად გამოიტანა, მაგრამ საბოლოოდ შვენიერი გადაცემა საბანაძე ვერ მიიღო ბურთს. ჯარიმა სახიფათო თამაში უფრო სწორად დააჯარიმა მსაჯმა საბანაძე. ეს ეპიზოდი წინა ეპიზოდი განმეორებით შემდეგ იყო რა თქმა უნდა უხეში თამაში. ბოლქვაძე. ეს ყაზახი გულშემატკივრები არის დელეგაციაში არიან. გულშემატკივრებიც არიან ჟურნალისტებიც. კარგავიდა გადაცემა. და ისევ აქტობეს ფეხბურთელები ცდილობენ შეტევის დაწყებას. ჯარიმა კვახაძე ჯარიმდება ბიკმაევთან ორთა ბრძოლის დროს. სწრაფად გაითამაშეს ბურთი, ისევ ბიკმაევია. კიდევ ერთი ჯარიმა. ამჯერადაც კვახაძეა დამნაშავე. ეს უკვე სახიფათოა. განმეორებით შემოგთავაზეს ეს ეპიზოდი. კიდევ ერთი ცვლილება მზადდება ტორპედოს შემადგენლობაში. ჯერჯერობით ვერ ხედავ ის შემოდის, მაგრამ გეტყვით აუცილებლად. მანამდე კი ამ ჯარიმას მივადებდნოთ, თოლყური საკმაოდ სახიფათო ჯარიმაა. გუნდის კაპიტანის სამაც სმაკოვი ემზადება დასარტყმელად, როგორც ჩანს. დაარტყა და ძალიან კარგად თამაშობს მიგინეიშვილი, რომელმაც შვენივრად მოახერხა ბურთის მოგერიება. განმეორებით სიზუსტეზე გააკეთა აქცენტი, სმაკოვმა მიდიოდა კიდეც ბურთი კარის მართულებით და მიგინეიშვილმა ზუსტად ითამაშა კუთხური, აწვდის ხაირულინი და აგორა ბურთი საჯერმოს მისადგომებთან. საკმაოდ უკან აიტანეს ბურთი ყაზახებმა, ისევ მარცხენა ფრთაზე მარად ხაირულინის მისამართით გადაცემა. შეიძლება უკვე ჩაწოდება და მორიგი კუთხური, არა აუტი უკაცრავად. მოედანზე გამოსასვლელად კი გიორგი ფანცულაია ემზადება ქუთაისელთა შემადგენლობაში, ფორვარდი გამოხავს მოედანზე ახალგაზრდა ფორვარდი გია გეგუჩაძეს. შეიძლება საბანაძეც შეცვალოს. 18 წლის არ არის, 17 წლის არის ჯერჯერობით გიორგი ფანცულაია, sakmaud ახალგაზრდა არის, sakmaud პერსპექტიული ჩვენ წინა ჩემპიონატში ვნახეთ მისი დებიუტი ტორპედოს შემადგენლობაში და გვახსოვს ალბათ ტელერეპორტაჟებიდანაც იმედია წარმატებით შემოვა ფანცულაია მოედანზე. მიგინეიშვილი ისევ დამაჯერებლად თამაშობს. აბანაძემ ძალიან კარგად მიიღო ბურთი, აწიებ. ჯარიმა უნდა ყოფილიყო წესით. კარგად მიიღო, მაგრამ ბოლომდე ვერ შეძლო ბურთის შენარჩუნება და შეტევის ორგანიზება საბანაძემ. დახმარებაც ნაკლებად ჰქონდა ამ სიტუაციაში, უფრო მეტად უნდა დახმარებოდნენ ალბათ მას თანაგუნდელები. ყაზახები ისევ ბურთით საკუთარ ნახევარზე. სმაკოვი
რა ხდება აქ ჯარიმა. ჯარიმაა და ცვლილება. უხიანიძე გადის მოედნიდან და მის ნაცვლად შემოდის ფანცულაია. ფანცულაია როგორც ჩანს ფლანგიდან ითამაშებს, მარცხენა ფლანგიდან და საბანაძე დარჩება მოედნის შეტევის წინახაზზე უბრალოდ. არ არის აქ თამაშგარი მდგომარეობა საფათო იერში შეიძლება გამოვიდეს ყაზახების ჩაწოდება და 1-1. 92 წუთზე ყაზახებმა გაათანაბრეს. დამწუხაროთ მარცხენა ფრთიდან გაეპარათ ქუთაისელებს კონტრიერიში და მაინც მოახერხა საკმაოდ აქტიურმა მარად ბიკმაევმა გოლის გატანა. ახლო მანძილიდან მას ვერავინ ვერ შეუშალა ხელი. 1-1 ძალიან ცუდია. სტუმრად გატანილი გოლი საკმაოდ ძვირად ფასობს ევროტურნირებზე. საკუთარ მოედანზე მიიღო ბურთი ქუთაისის ტორპედომ, რაც კარგი ნამდვილად არ არის. ნახოთ რას იზავენ ხა ქუთაისელები დარჩენილ დროში. რიგვავა იოსელიანი მაქსიმუმი უნდა მოიდომონ ახლა ქუთაისელმა ფეხბურთელებმა უნდა შეძლონ გამარჯვებით დაასრულონ დღევანდელი შეხვედრა. დატოვა ბურთმა მოედნის პარკლები, აუტი, რიგვავა მოაწვის. რიგვავა დარჩა წინ ეპიზოდში და გარკვეულწილად სწორედ მისი ზონიდან იქნა საფათო შეტევა დაწყებული. ბოლქვაძე, იღმელაშვილი, დათუნაიშვილი. რიგვავა. კვახაძე გადააქვს თამაში მარცხნივ. გურული. გამეზარდაშვილი. და მეკარე ნარზიკულოვი რჩება ბურთთან. ყაზახებისთვის ეს არის იდეალური სიტუაცია, სტუმრად მოახერხეს გოლის გატანა და ალბათ ახლა მაქსიმალურად ეცდებიან შეინარჩუნონ ის ანგარიში და უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობენ დაცვას. დროის გაყვანაც ახლა ჩვეულებრივი რამ არის ეს სიტუაციაში. ნარზიკულოვმა გოლი დრო გაიყვანა, შემდეგ გააკეთა გადაცემა და ქუთაისელი ფეხბურთელები ან დარჩენილ ალბათ 6 წუთში და ცოტა მეჩიც რამდენს დაამატებს საჯი. არ ვიცით, უნდა შეძლონ ქუთაისელებმა მაქსიმუმი და იაქტიურონ, იქნებ მოახერხონ და გაიტანონ ძალიან მნიშვნელოვანი გოლი. გამარჯვებით დასრულება თამაშისა ყოველთვის სასურველია პირველი თამაშის. ძალიან ცუდია რომ გოლი გაუშვთ, მაგრამ გამარჯვების შემთხვევაში გარკვეულწილად კომპენსირებული იქნება ეს ყველაფერი. ისევ ყაზახები არიან შეტევაზე მარცხენა ფრთიდან. ზემლიანუხინი და ოვალჩუკი აქტიურობდნენ, კაპაძე მარჯვენა ფრთაზე გადააქვს თამაში. ეს არის ყველაზე ცუდი, ახლა ისინი ჩვენ ნახევარზე უფრო ხშირად არიან და კუთხური.
მარჯვენა ფრთიდან შეიძლება ჩაწოდება. გადარჩა ახლა. ქუთაისის ტორპედო საკმაოდ კარგი ერიში ჰქონდათ. იგინეიშვილმა განაახლა თამაში. შეტევა საჭირო ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გადავიდეს გუნდი წინ და შეუტიოს უფრო აქტიურად, რასაც ჯერჯერობით ვერ ახერხებენ ქუთაისელი ფეხბურთელები. ხელია. ჯარიმა ყაზახები ასრულებენ ისე. ეს წინა ეპიზოდი, როდესაც თავი დაარტყეს, ბადლომ დაარტყა თავით. იგინეიშვილის კარის მისამართით ურთი 100 და მიზანს 97 წუთი. ყაზახები 7-ად აუჩქარებლად თამაშობენ, გუნდის კაპიტანი სმაკოვი გადაიტანა თამაში მარცხნივ. თამაშგარია, აქ იყო თამაშგარეში ბიკმაევი. და საბანაძის მისამართით გადაცემა მოუგო მეტოქემ ორთაბრძოლა. შეიძლება კარგი კონტრშიერიშის წარმართვა. საბანაძე სუდა ჩააწოდა. ფანცულაია იხსნებოდა, საჯარიმოში არ მივიდა ბურთი. აბსაჯი ანიშნებს, რომ დროს დაამატებს. საბანაძესაც აღმოუჩენენ დახმარებას და აღმოუჩენენ ყაზახ ფეხბურთელსაც. განმეორებით წინა ეპიზოდი ეს კი ლოგვინენკოა, რომელიც ტრავმირებული იყო, რომელიც წამოდგა და ალბათ ჩვეულებრივ გააგრძელებს თამაშს. არა, ჯერჯერობით გაყავთ მოედნიდან. ერთის შვილების განხორციელების უფლება აქვს ვლადიმერ მუხანოვს და შეიძლება გამოიყენოს კიდეც მატჩის ბოლო წუთებზე. აუტი. ყაზახები გააგრძელებენ თამაშს. მაქსიმალურად ცდილობენ დროის გაყვანას, ბუნებრივია ყაზახი ფეხბურთელები. ტორპედომ უნდა შეძლოს კიდევ ერთხელ ვიმეორებ მაქსიმუმი რომ შეუტიოს და შეძლოს სიტუაციის შეცვლა. ჯარიმა ბოლო წუთი დაიწყო, ალბათ იქნება დამატებული, არა ერთი წუთი, რადგანაც პაუზები იყო. ასეთ თამაშით მოდი პირდაპირ ვთქვათ გაუჭირდება ტორპედოს აშკარად აქტობაში. ბოლო ცვლილებას გამოიყენებს ახლა აქტობის თავარი წუთელი, ვინ შემოვა გეტყვით, სულ მალე მანამდე კი ჩაწოდება, ცველები თამაშობენ კარგად, გამოვალ ბურთი ისე ბოლქვაძე. მარცხნიდან შეიძლება ახლა შეტევა განახორციელოს ქუთაისელებმა, ჩაწოდება საჯარიმოს მისადგომებთან. სველებს კარგად გამოგვ, მთელი გუნდი დაიწია აქტობემ, რაც გასაგებიც არის. აქ აუტი იქნება ალბათ, ასეც არის. სწრაფად მოაწოდეს აუტიდან ბურთი. ჯარიმა. აი ახლა კარგია ეს ჯარიმა, შეიძლება ბურთის ჩაწოდება, უნდა წავიდნენ ცენტრალური მცველები, 4 წუთია დამატებული და ეს 4 დამატებული წუთი უკვე დაიწყო. 4 წუთია ქუთაისის ტორპედოს იმისათვის, რომ მიაღწიოს დღევანდელ შეხვედრაში სასურველ შედეგს. ერთ-ერთი სასურველი ნამდვილად არის. ბოლქვაძე
ჩააწოდა ბურთი თავით გამოიტანეს საკუთარი საჯარიმოდან ყაზახმა ფეხბურთელებმა. კუთხური ბოლქვაძე ჩააწვის კუთხურსაც, აი განმეორებით ეს ეპიზოდი. კარგად ითამაშა აშკარად ამ ეპიზოდში. ლოგვინენკომ კიდევ ერთი ჩაწოდება, ეს სუდი იყო. ყაზახთა შემადგენლობაში სერგეი ლისენკოვი ემზადება ახალგაზრდა ფორვარდი მოედანზე შემოსასვლელად. ეს უფრო დროის გაყვანის მიზნით უფრო ხდება ალბათ ვიდრე რაიმე ტაქტიკური, ალბათ გავა ერთ-ერთი ფორვარდი, ალბათ მარად ბიკმაევი. არა, ბიკმაევი არ გადის. კაპაძე გადის მოედან როგორც ჩანს. მარცხენა ფრთიდან ყაზახები დრო გადის. ძალიან ცოტა დროა დარჩენილი მატჩის დასრულებამდე. იოსელიანი კარგად იბრძვია ქუთაისელები აქ შეინარჩუნეს ბურთი. გადააწოდა მარცხნივ გურულს. გურულის ჩაწოდება არ ვარგოდა. რიგვავა მარჯვენა ფრთაზე. ხელი არ იყო როგორც ჩანს, საჯი ყოველ შემთხვევაში თulis რომ ხელით თამაში არ ყოფილა და ისევ ქუთაისელი ფეხბურთელები. წუთ ნახევარი ალბათ მატჩის დასრულებამდე გამოაქვს ბურთი ყაზახებს კიდევ ერთხელ აუტი და ცვლილება მოედნიდან გადის მე მგონი კაპაძე ხო? არა ლუკაშ ბაიერი გადის მოედნიდან, ახლა ჩვენ ამას ყველაზე ნაკლებად აქვს მნიშვნელობა. ლუკაშ ბაიერი ტოვებს და სერგეი ლისენკოვი შემოდის. დღეს კიდევ ერთი ქართული გუნდი თამაშობს, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რუსთავის მეტალურგი ალბანეთში ტეუტასთან დაიწყო უკვე შეხვედრა, სამწუხაროდ არ ვიცი ანგარიში და ალბათ თქვენ შეძლებთ სხვადასხვა საშუალებებით გაიგოთ. ანგარიში ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რუსთაველთათვის ალბათ ეს მატჩიც. აქ საფეხბურთო შეიძლება გამოვიდეს ეს იერიში. ერთ-ერთი ბოლო ალბათ შეხვედრაში ჩაწოდება არის საჭირო. ის რაც გააკეთა ახლა ვარცდები საბანაძე იყო. არა გურული იყო, ყველაფერი სჯობდა ჩაეწოდებინა. ძალიან შორია. ახაძემ დაარტყა, მაგრამ დაარტყა რაღაც 40 მეტრიდან. და ფაქტიურად აღარ არის დრო. იმისათვის რომ ტორპედომ შეძლოს დღევანდელი შეხვედრის მოგება. რაც შეეხება მეტალურგი ტეუტა მეტალურგს 0-0 ეგ ამ წუთისათვის დაახლოებით მე-20 წუთი მიმდინარეობს. აქ შეხვედრა დასრულდა 1-1. ვერ შეძლო ქუთაისის ტორპედომ ამ ანგარიშის შენარჩუნება. საბანაძემ გაიტანა პირველი გოლი 62 წუთზე, ბიკმავემ 20 წუთში გაათანაბრა. ულოცავენ ერთმანეთს ყაზახი ფეხბურთელები, მათთვის ეს დადებითი შედეგია. პირდაპირ ვთქვათ, ერთი კვირის შემდეგ არის განმეორებითი შეხვედრა. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პირდაპირ რეპორტაჟი ჩვენ შემოგთავაზებთ აქტობედან 8 საათზეა, საღამოს 8 საათზე თბილისის დროით შეხვედრა. დაველოდოთ იმედით, რომ ქუთაისელი ფეხბურთელები შეძლებენ სწორი დასკვნების გაკეთებას და გაცილებით უკეთ თამაშს ყაზახეთში. ახლა კი დიდი მადლობა მინდა გითხრათ ყურადღებისათვის და გემშვიდობებით. ნახვამდის.